საღამოშვიდობისა, როგორც იცით, ვინც თვალყურს გვადევნებს, გახლავართ ჯემალ აბულაძე, Facebook-ზე ჯგუფი დედამიწელების შემქმნელი ადმინისტრატორი და დაპირებისამებრ, როგორც დავაანონსეთ, დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. აქ ჩვენ ყოველთვის ვცდილობ აქ, რომ საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, ძირითადი არსი არის ვინ ვართ, სად და რატომ. და დღეს გვექნება მორიგი ესეთი ჩართვა. საკითხი შეეხება ღმერთი, რომელიც არასოდეს ყოფილა. ანუ თავდაყირა დავაყენებთ მთლიანად ყველა რელიგიურის წარმოდგენას, რაღაცა ღმერთი არსებობს, როგორიღაც ფორმით, ვიღაცები ამას ენერგიაო, ისო ეს. მე ვისაუბრე წინა გადაცემებში და ნელ-ნელა მიმყავდა იქით ყველაფერი, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაც მაღალი განზომილების თამაში ვიმყოფებით, რომ აქ არსებობენ ვიღაცეები, ეგრეთ წოდებული უკვდავები, რომლებმაც სიკვდილს გვერდი აუარეს, რაღაც გარკვეული პროგრამებით. ეს წინა ჩართვაში, დღისით გამოცხადებაში ვისაუბრე. ამ თამაშს ყავს თავისი ზედამხედველები, რომელსაც რაღაც რელიგიურ ენაზე, ესე რომ ვთქვათ, ზედამხედველები და აი ეს ღმერთები ეწოდება, თორე სინამდვილეში სულ სხვა არსებები არიან. არაფერი იმასთან, რაც რელიგიურ თვალსაზრისით მოიაზრება არ არის. ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვებით, რომ ეს ეზოთერიკა, რელიგია, მეცნიერება ყველა ერთ და იგივე საკითხს უბრალოდ სხვადასხვა ენებით გვიხსნის, შეგნებულად რათა დაგვაბნიონ. და დღემდე აი მე გეტყვით, რომ ყველა მიმართულება რელიგიის იქნება თუ ეს ეზოთერიკოსების იქნება, მასონებს, ეგრე რო ვთქვათ, სხვადასხვა ლოჟების და ორდერების საძმოებს ძალიან დიდი ცოდნები აქვთ, ოკულტური ცოდნები, მაგრამ ძალიან დიდი ცოდნები აქვთ, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რელიგიის მესვეულთ, აი გასხივოსნებულებსაც კი, აი ბოლო სულ ყველაზე ბოლო ძალიან სერიოზული პრასვიტლიონი მართლა რო იტყვიან, მე ვაღიარებდი პირადად რაჯნეს, ოშოს, მაგრამ მათ მინუსებზეც ვილაპარაკებთ და პლუსებზეც. მინუსი არის, რომ კოსმოსის აღიარება არ გაცნობიერება იმისი, რომ ისტორია არ არის სწორხაზოვანი მეცნიერება, რომ ის არ მიდის რაღაცა ერთის მეორე არ მოყვება, ეს არის წყვეტილად შემდგარი პერიოდები, ამიტომაც არ არის კავშირი სხვადასხვა ცივილიზაციებს და ეპოქებს შორის, იმიტომაც არაფერი არ ვიცით, იმიტომაც ყვება შტაინერი იქნება თუ ესეც ეზოთერიკის დარგიდან, ანთროპოსოფიის დარგიდან, აკაშას ქრონიკები და ასე შემდეგ. მრავალი ჩანაწერი გავაკეთე, მე ახლა ერთ იმაში რთული იქნება, მაგრამ ახლა ამ ჩანაწერში კონკრეტულად ვისაუბრებ ღმერთის როგორც ილუზიაზე და ვის დასჭირდა და ვინ იყენებენ ამას, ვინ დგანან ამ ყველაფრის უკან. და ამაში მოვიაზრებ გათვალისწინებას იმისას, რომ ეს მოითხოვს ცოდნას იმისას, რომ ისტორია არ არის ერთი ცივილიზაციის, ეს არის მრავალი ცივილიზაციის ნაწყვეტები. აქ უამრავი წაშლა მომხდარი. მეცნიერება რასაც ვცდილობს დაგვანახოს, რომ რაღაც არსებობს კოსმოსში ვართ, რა ქვია, სფეროზე ვცხოვრობთ, რაღაც ფრინავ და რაღაც მასე, ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, ეს გაფრენები კოსმოსში და რაღაცის შოუები და ისინი ამაზედაც ქონდა სხვადასხვა ჩანაწერები გაკეთებული. 1962 წელს მოხდა, მაგრამ საერთოდ და ფიშბოუმ ესეთი მოხდა, ცადეს ცის გუმბათის გარღვევა, ესე რომ ვთქვათ, იქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაციები 1957 წელს გენერალი ბიორდის მოგზაურობაზე ანტარქტიდაზე, სადაც ის უზარმაზარი ფლოტით 5000 ჯარისკაცით აღჭურვილ უზარმაზარი ფლოტით გაემგზავრა ანტარქტიდაში და იქ შეტაკებები ჰქონდათ და იქიდან დააპანღურეს იქით. ჰიტლერი რასაც ეძებდა იქ
ახალ შვაბიას ესე რომ ვთქვათ დასახელები და რომ გაქრა რამოდენიმე 1000 სამხედრო მოსამსახურე თავისი წყალქვეშა ნავებია მთელი უზარმაზარი ფლოტიანად სანანერბე რასაც ეძებდა ეგვიპტეში ოსირისის კულტში ფალოსის კულტში უფალი საიდანაც მოდის ისიდას გამჟღავნება რატო დაერქვათ ისიდას სახელს რატო ატარებდნენ მთელი ეს ეზოთერიკული ისინი ბლავაცკაიამს რატო ქონდა წამოწეული წინ ისიდა ვინ იყვნენ ისიდას შვილები ეს ყველა ეს განდობილების შემდგომ და ასე შემდგომ და დღეს ვისაუბრებთ ზუსტად იმაზე ვინ არიან რელიგიის შემოქმედები და რამდენადაც არ უნდა გეწყინოთ ის ადამიანები ვინც ამ რელიგიას მიმართავენ ეს არის ფსიქიური არასტაბილური ფსიქიური მდგომარეობისთვის შექმნილი ადამიანები ყავდეთ შიში მუდმივად განცდაში რათა სიკვდილის შიშით რომელიც სინამდვილეში არ არსებობს სიცოცხლის ფორმა იცვლება გადავდიხარ ერთიდან მეორეში დასაცმელს ხო გამოგიცვლეთ სინამდვილეში ეგეთი რაღაცა ხდება ეს უამრავ ჩანაწერებში მაქვს ახსნილი ის რომ ჩვენ არ ცხოვრობთ სფეროზე სადღაც მიმაქროლებელი რაღაცაზე და აქედან ახლა აი ამ წიგნიდან კიდე ერთ იმას გავაკეთებ მენდლი პალმერ ჰოლიეს როზენკროიცერების მასონური ლოჟის წევრი იყო ძალიან სერიოზული ცოდნის მფლობელი რომელიც კარგახანი იცოცხლა და ერთ-ერთ 1956 წელს ისეთი წიგნი გამოსცა ამერიკის საიდუმლო ორგანიზაციებზე რომ 30 წელით დაადუმეს და მე 86 წელს გამოსცა კიდე წიგნები და ამ კაცს ის ამ წიგში აი ესეთი რაზეც მე მუდმივად საუბრობდი დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით რაზეც ერთ ძალიან ძლიერ მეცნიერს კიდე ერიკ დოლარც აქვს ნათქვამი ზესთან დაკავშირებით და ნახეთ რა აღმოჩნდა მე გავიხსენეთ დღეს ამ ჩანაწერის გაკეთებას რო ვაპირებდი ეს ადრე გაუგზავნე რამოდენიმე დღით ადრე ქალბატონს ბათუმელ ქალბატონს ეს დასურათებული გვერდი და ეხლა უბრალოდ პატარა რაღაცას ამოგიკითხავთ აი აქ გვერდიდან ნახეთ რა ცოდნები აქვთ ძველები ასწავლიდნენ რომ მზე არ არის სინათლის, სიცოცხლისა და ძალის წყარო, ის მხოლოდ გამტარია, რომელიც სიცოცხლესა და სინათლეს ფიზიკურ მატერიაში ატარებს. ანუ მე რასაც დიდი ხანია ვსაუბრობ რომ მზე არ არის თვითონ წარმოქმნილი, არის ტრანსფორმატორი, მხოლოდ გამტარია, საიდანაც მოგვეწოდება ენერგია და ის უბრალოდ გამტარია. ძველები ასწავლიან აქ საუბარია ეს ეგვიპტურ კულტურის დროინდელზმაზე საუბარი რომ ძალიან დიდი ხანია იციან ის რომ მზე არ არის თავარი ენერგიის წყარო. ანუ რასაც მეცნიერება ხსნის, ვითომ ცდილობს ეს ყველაფერი არის შოუ. იმის შესანიღბად, რომ თქვენი ყურადღება იყოს გადატანილი, რავი, 1000-ნაირ რაღაცაზე, სამუშაოზე, რელიგიურ დაყოფებზე, ომებზე, 1000-ნაირ რაღაცაზე, რომ თქვენ უბრალოდ არ გააცნობიეროთ, ვინ ხართ, სად ხართ და რატომ ხართ. მზე გაცილებით ახლოს არის თვარესთან ერთად. გურჯიევიც ამბობს, რომ თვარეზე, რომ თვარი არის თავარი სისხლის მსმელი, ძალიან საშიში ობიექტი, ესეც წაკითხული მაქვს. და დღეს ახლა შევეცდებით, რაც შეეხება ღმერთთან დაკავშირებით ორი წიგნით სარგებლობას. რატომ არ ვარ ქრისტიანი? ბერტრან რასელის, რომელიც იყო ბრიტანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, 98 წელი იცოცხლა ამ ადამიანმა ამის წიგნის განხილვას, რომელიც გაანადგურა ქრისტიანობა და ასევე ოშო ზუსტად წიგნის სათაურით ღმერთი, რომელიც არასოდეს ყოფილა. დიახ. და აი აღმოსავლეთის გასხივოსნებულებს ბუდას, მახავირას თქვათ, მათ ღმერთი არასოდეს არ უღიარებიათ, მათ ღმერთი არ უნახიათ გასხივოსნების მერეც კი, არც არავის არასოდეს არ უნახავს ღმერთი. როგორც ესეთი. მე ვამბობ უბრალოდ იმათზე, რომლებიც მართლაც გასხივოსდნენ, უამრავ ინფორმაციას ფლობდნენ, უამრავ კოდები გატეხეს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მათი გასვლა ვერ მოხდა, აი სისტემა ბოლომდე ვერ გატეხეს და დარჩენ სისტემაში, როცა სისტემაში რჩები, სისტემის ნაწილი ხარ. მათ
თქვეს რომ ბოლო ეტაპი გასხივოსნების ბოლო დანიშნულება არის ის რომ გახდე კოსმოსის ნაწილი და სიმშვიდეში პოვო საკუთარი სიმშვიდე. აი ეს იყო გასხივოსნების თავარი ეტაპი, თავარი აზრი, რომ ამ ცხოვრებაში აღარ დაბრუნდე. აი ეს და შორიდან შემდგომ სიმშვიდიდან აკვირდებოდე აქაურ ქაოსს, ესე რომ თქვათ რა. ეს არ არის სწორი. როგორც რელიგია არ არის, აი ოშოს ნახავთ თქვენ რა მაგრად მოყავს არგუმენტები, წავიკითხავთ გარკვეულ მონაკვეთებს, როგორ ანგრევს რელიგიებს, ყველა რელიგიას, არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანობას, მუსულმანის, იუდაიზმს, ჯანაიზმს თუ რა ვიცი, ინდუიზმს თუ ყველა რელიგიის მიმართებაში, მაგრამ არ არის ის მართალი, რომ დარჩე სისტემაში შიგნით. გასხივოსნება, რასაც ქვია, ეს არ არის სრული ამოცანა, არ არის ამოხსნელი. თავარი ამოცანა წინა ჩართვაში მე ვთქვი, სწორედ არის ის, რომ გააცნობიერო, რომ შენ ხარ აქ გარკვეულ თამაში, მაღალ რეზოლუციურ თამაში, რომ ამ თამაშს ყავს თავისი კოდების გამტეხები, რომლებიც ყველა წინა ცხოვრებას იხსენებენ და იმის საფუძველზე ჩვენით მანიპულირებენ. და მათ ყავთ კიდე როგორც ესე რომ ვთქვათ, დამხმარეები მეთვალყურეების სახით რელიგია, რომლებსაც უწოდებს ღმერთებს და ანგელოზებს. ახლა რაც შეეხება, მოდით ბერტრან რასელით დავიწყოთ, რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა გადავშალოთ. ნახავთ ღმერთის არსებობა, ვთქვათ რა, აი უნდა აღნიშნოთ, რომ ღმერთის არსებობა უკიდურესად დიდი და სერიოზული საკითხია და ოდნავ მაინც ადეკვატურად რომ განმეხილა იგი თქვენი დაყოვნება მეორედ მოსვლამდე მომიწევდა. თქვენი დაყოვნება მეორედ მოსვლამდე მომიწევდა. ამდენად იმედია მაპატიებით, რომ ამ საკითხს შემაჯამებელ ფორმატში შევეხებით. დარწმუნებული ვარ თქვენ იცით კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული დოგმა იმის შესახებ, რომ ღმერთის არსებობა მხოლოდ გონებით დაადასტურეს. გარკვეულწილად უცნაური დოგმაა, მაგრამ ის ეკლესიის დოგმათაგან ერთ-ერთია. მისმა შემოღებამ ეკლესიას იმიზეზით მოუწია, რომ ერთ დროს თავისუფლად მოაზროვნებს ღმერთის არსებობის წინააღმდეგ მეტყველი სხვადასხვა არგუმენტები ჰქონდათ. ეკლესიისთვის კი ღმერთის არსებობა რწმენის საკითხი იყო. ასეთი არგუმენტები და მიზეზები დიდი ოდენობით შეიმუშავეს, რამაც კათოლიკური ეკლესია დააფიქრა. დაესრულებინა ეს ყველაფერი. შესაბამისად, მათ დაადგინეს, რომ ღმერთის არსებობა შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ გონების ძალით და ისეთი არგუმენტების შემუშავებას შეუდგნენ, რომლებიც მათი აზრით ღმერთის არსებობას ადასტურებდა. ასეთი არგუმენტები მრავალია, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდები. ვინც წაუკითხავს რაღაცა, ცოტა მაინც, უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის, ვინც იესოს ქრისტეს სახელით ვიცნობთ, ვითომ ღმერთის შვილად, ამაზე შემდეგ ამოგიკითხავთ ოშოს წიგნიდან, რამხელა ცნობები არსებობს, რომ მან სიცოცხლე ინდუეთში დაასრულა, რომ მარია ღვთისმშობელს რო უძახით, სინამდვილეში გათხოვებიდან მეოთხე თვეს შეეძინა იესო, ის უკვე ჩასახული იყო და არის ეჭვი, რომ იმ ქალს ვიღაცამ სამეზობლოდან ჰოპლა გააკეთა და მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ის ცნება, რასაც უნდა წარმოაჩინონ, რომ ეს ღმერთი რაღაცა შემოქმედია, უბრალოდ ეს არის ადამიანების მიერ დაწერილი იმდენად, როგორც თვითონ იესოს ქრისტეს გაღმერთება ერთ-ერთ მორიგ სხდომაზე 225 წელს, რომელიც არ იყო ღმერთი. მანამდე არ იყო ღმერთი. რომ ამას ყველაფერს ადამიანები აკეთებენ თავიანთი ინტერესების გამო და სწორედ ისინი აკეთებენ, ვინც აქ მუდმივი ცნობიერებით მოდიან. ერთი წუთი შეიძლება წავიდეთ ახლა ზნეობრივი არგუმენტები, თქვათ.
ჩვენ ახლა ერთი ნაბიჯით წინ წავიწეთ ინტელექტუალური დაშვების მიმართულებით, რომელსაც თეისტები იყენებენ საკუთარი არგუმენტაციაში და მივედით იმასთან, რასაც ღმერთის არსებობის სასარგებლოდ ზნეობრივი არგუმენტი ეწოდება. დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით, რომ წარსულში ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სამი ინტელექტუალური არგუმენტი არსებობდა, რომელიც იმანუელ კანტმა გააქარწყლა წმინდა გონების კრიტიკაში. მაგრამ როგორც კი ეს არგუმენტები გაცამტვერდა, თავიდანვე შექმნა ახალი, ზნეობრივი არგუმენტი და მყარად ირწმუნა მისი. იგი სხვა მრავალ ადამიანს ჰგავდა ინტელექტუალურ საკითხებში ფრიად სკეპტიკური იყო, მაგრამ ზნეობრივ საკითხებში უპირობოდ სწამდა იმ პრინციპების, რომლებიც დედის რძესთან ერთად ჰქონდა შეთვისებული. ეს მაგალითად იმ ფაქტის საკმაოდ კარგი ილუსტრაციაა, რასაც ფსიქოანალიტიკოსები უსვამენ ხაზს, კერძოდ კი იმას, რომ ჩვენ ადრეულ ასოციაციებს გაცილებით დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, ვიდრე უფრო გვიანდელ პერიოდში. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, კანტმა შეიმუშავა ზნეობრივი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ, რომელიც სხვადასხვა ფორმით უაღრესად პოპულარული იყო მე-19 საუკუნეში. ამ არგუმენტს მრავალი ფორმა გააჩნია. ერთ-ერთის მიხედვით ღმერთი რომ არ არსებობდეს, არც სიკეთე იქნებოდა და არც ბოროტება. მოცემულ მომენტში მე არ მაინტერესებს არსებობს თუ არა განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის. ეს სხვა საკითხია. კითხვა, რომელიც მე მაინტერესებს, შემდეგია. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის განსხვავება არსებობს, მაშინ ისეთი სიტუაციაში ხართ, როდესაც უნდა იკითხოთ, ეს განსხვავება ღმერთის მიერ არის განპირობებული თუ არა. თუ ღმერთის მიერ არის განპირობებული, მაშინ თავად ღმერთი ვერ ხედავს განსხვავებას კეთილსა და ბოროტს შორის. და შესაბამისად, იმის თქმა, რომ ღმერთი კეთილია, საფუძველს არის მოკლებული. თუ კი თქვენ თეოლოგების მსგავსად იტყვით, რომ ღმერთი კეთილია, მაშინ ისიც უნდა აღიაროთ, რომ კეთილსა და ბოროტს მნიშვნელობა გააჩნია ღმერთის ნებისგან დამოუკიდებლად, რადგან ღმერთის ნება არის კეთილი და არა ბოროტი. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს განკარგულებები მისი შექმნილია. ხოლო თუ თქვენ ამ გზით წახვალთ, მაშინ იმის თქმაც მოგიწევთ, რომ კეთილი და ბოროტი არა მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარე არსებობს, არამედ შინაარსობრივად და ლოგიკურად ისინი ღმერთის არსებობას უსწრებს. თქვენ რასაკვირველია შეგიძლიათ ვთქვათ, რომ არსებობს უზენაესი ღვთაება, რომელმაც განკარგულებები მისცა ღმერთს, რომელმაც ჩვენი სამყარო შექმნა. ამ შეგიძლიათ გაიაზროთ ზოგიერთი გნოსტიკოსის შეხედულება, რომელიც ხშირად ფრიად შესაძლებლად მიმაჩნია. კერძოდ კი ის, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში ეშმაკის მიერ არის შექმნილი, მაშინ, როდესაც ღმერთს ეძინა. ეხლა გადაობს უკვე რა. ამ შეხედულებების სასარგებლოდ მრავალი საბუთი არსებობს და მე არ ვეცდები მათ უარყოფას. აქ ისეთი რაღაცები აქვს მოყვანილი, რომ გირჩევთ ეს წიგნი, რატომ არ ვარ ქრისტიანი, შეიძინოთ. რუსთაველის 18 ნომერში, აქტის გამომცემლობაში, აქტის მაღაზიაში იყიდება და თვითონ გაეცნობით, ძალიან ბევრი ფაქტები აქვს მოყვანილი, რითაც ანადგურებს ღმერთის არსებობას. უბრალოდ ანადგურებს. ჩვენ ახლა უყურეთ მინდა რაზე გესაუბროთ ზოგადად, რომ ადამიანები პროგრამის ქვეშ ვართ, დაბადებიდან ვსწავლობთ ისეთ რაღაცეებს, რომ რატო გჭირდება ღმერთის აღიარება საერთოდ. მოდი ახლა მაგაზე გეტყვით, რომ პასუხისმგებლობის გადაბარება. არავის არ სურს პასუხისმგებლობა, უშუალოდ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. თავის მოქმედებებზე. თუ კარგია თვითონ, თუ ცუდია ეშმაკმა მაცდუნა. და რაც ყველაზე მთავარია, შიშის სიკვდილი. სიკვდილის შიშით ჩადის ადამიანი 1000-ნაირ სისულელეს. ვაი თუ რომ მოვკვდები და იქით მართლა რაღაცა არსებობს, 64 და ჯოჯოხეთი და მე თქმა, რომ მე შენზე ხო ლოცულობდი, მე შენ ხო გახსენებდი. ეს არის ესე რომ ვთქვათ, ვაჭრობა. ვიღაც უხილავთან. ეს არის შიშის სინდრომი, მეტი არაფერი. ეს თითოეულმა თავის თავში ღრმად რო ჩაიხედოს, არავის არასოდეს ღმერთი არსად არ უნახავს, არანაირი გამოვლინება მისი, არანაირი ფორმა მისი, ეს არის ყველაფერი ილუზიები, წარმოდგენები, შიშიც იგივე ილუზია, ყველა გრძნობა ილუზია, სიყვარულიც ილუზია. არ არსებობს გრძნობა, რომელიც არის მუდმივი. ყველაფერს განაპირობებს კონკრეტულ მომენტში არსებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დღეს შეიძლება ვიღაცის მიმართ სიმპათიით ხარ გაწყობილი და მომავალში ეს შეიძლება გაქრეს. ან პირიქით. დღეს ვიღაცის მიმართ ანტისიმპათიით ხარ გაწყობილი და მომავალში მიხვდე რომ პირიქით თურმე ძალიან საინტერესოა და რაღაც სიმპათიები გაგაჩნია ამ ადამიანის მიმართ. არაფერი ამ სამყაროში არ არის მუდმივი. ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება. ადამიანი იმის შიშით რომ არ იცის, მან არ იცის მდგომარეობა სიკვდილი რა არის. მას ყველაფერი შეუძლია აქ გამოცადოს, პირდაპირ თუ ირიბად, მაგრამ არ შეუძლია გამოცადოს და იცოდეს რა არის სიკვდილი. და იმის შიშით რომ იქით რაღაცა, ამას ჩაფრენილი მღვდლები, ჩაფრენილი რელიგიური მიმდინარეობის ხელმძღვანელები, ეს მღვდლები დაბალი ბიჭბუჭობაა რა, ნაყარ-ნუყარა ხალხი. საკმაოდ მოხერხებულად манипуლირებენ ადამიანებს, რომ მე ვარ შუამავალი შენსა და ღმერთს შორის. მე შემიძლია გიშუამდულო, შენ არა გაქვს პირდაპირ იმასთან კავშირში, მე შემიძლია. აი ამ ილუზიის გაყიდვა ხდება ყველა ეკლესიაში, ყველა რელიგიაში, აბსოლუტურად ყველგან. მეტი არაფერი. და ამაზე მარტივად თან ხდება ყველა კომფორტის ზონაში რომ დარჩეს. ურჩევნია თავი დაუკრას, რა იცი ბიჭო, იქ მართლა იგნებრავდა ყველაზე მაგრად თვითონ რელიგიის მესვეურემა ისწიან, რა სიძვასაც სჩადიან. ამაზე დიდი სიძვა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რასაც რელიგიური წინამძღოლები ახორციელებენ. შემდგომ ისინი ვინც იმათ მისდევენ. ეს არის კომფორტის ზონაში თავის შერჭობის ცდილობა. იგივე რა წეღან თქვი დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, ისტორიასთან და თქვენ არ გინდათ უბრალოდ თქვენად ეძიოთ. არ გინდათ თქვენად კითხვების ქვეშ დააყენოთ. კომფორტულია, გირჩევნიათ რომ ესე ხო, ესე მითხრეს. ესე გვასწავლია. ვინ გასწავლით, რას გასწავლით? გიცდიათ როდისმე თქვენ ვინმესთვის სწავლა გადაგაი ველოსიპედის ტარება გადასცეთ რომ მხოლოდ თეორიულად ელაპარაკოთ და ვინმეს ასწავლოთ ველოსიპედის ტარება გიცდიათ როდისმე ცურვა თეორიულად ასწავლოთ ვინმეს აი ყოველგვარი ბასეინის გარეშე შეუძლებელია და პრაქტიკას არავინ არ ახორციელებთ ყველა ცდილობთ უბრალოდ იმ გადმოცემებს დაეყრდნოთ იმიტომ რომ პრაქტიკაში შესვლა გეშინიათ იმიტომ რომ ყველა მიცით რომ თქვენ პირს წაიმტვრებთ. იმიტომ რომ ვერანაირ ღმერთს ვერ ნახავთ ვერსად. გირჩევნიათ სანთლები თუ მოხლის ჩოქებზე იაროდეს ოპა რაღაცა დეგენერატული ლოცვები იკითხოთ რომლებშიც არანაირი აზრი არ არის. ყველა რელიგია მკვდარია ძალიან დიდი ხნის წინ. აი ეს ძალიან მაგარი წიგნია. ხლა უბრალოდ არ მინდა ამაზე დრო დავკარგო ბერტრან რასელის так გაცილებით უფრო მაგარი რაღაცები მინდა მოგიკითხოთ ეხლა ოშოს წიგნიდან ღმერთი რომელიც არასოდეს ყოფილა ოშო მკითხველს მოუწოდებს ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან და მე ვამბობ რომ ოშო თვითონ ცდებოდა რომ მისი საბოლოო წერტილი იყო გასხივოსნება და საბოლოო წერტილი გასხივოსნება არ არის ამ თამაშის ერთადერთი რაციონალური დასასრული შეიძლება იყოს ის თუ დასასრულს უწოდებ ჭყალებში რომ ყველა ადამიანებმა პერიოდულად გააცნობიერონ ვინ არიან, სად არიან და მოხდეს ჰარმონიული გადაწერა თამაშის რაც გამოიწვევს ამ სამყაროში მართებულ ცხოვრებას, მართებულ წესს, მართებულ ყოფას, სადაც ადამიანი იქნება შერწყმული ბუნებასთან. სადაც ადამიანი თავად გახდება შემოქმედი, ნამდვილად შეისწავლის, ნამდვილად დაიწყება სამყაროს შესწავლა. სათხარ, რა ძალგიც, რა ძალები როგორ მოქმედოს, ნამდვილი გახდება, ცოცხალი გახდება მათემატიკაც, ფიზიკაც, ენებიც, სულ ყველაფერი და არა ისე რომ რაღაცა იქ სამუშაოებზე სირბილმა მოგიწიოს, ირბინოს სადღაცას წაკუზული იხოხიალო. დანარჩენი ყველაფერი მიანდო რელიგიის თვალსაზრისით ვიღაც დედამოწყნულ მღვდლებს, პოლიტიკის თვალსაზრისით ვიღაც დედამოწყნულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ადამიანობის ნატამალი არ გააჩნიათ. და შენ ამ დროს შვილს ზრდი ისევ ისეთ პროგრამას, როგორც თავად ხარ. და ის კიდე უარესი გამოვა.
ნებისმიერმა იცით რომ თქვენ სადღაც 10-12 წლამდე თქვენი შვილისთვის მამებს გეუბნებით ღმერთი ხართ მისთვის ხოლო იმის მერე როცა ბავშვი უკვე იწყებს მოზარდის ასაკში შესულას და კითხვების დასმას ის აცნობიერებს რომ თქვენ არა გაქვთ ყველა კითხვაზე პასუხი ის აცნობიერებს რომ თქვენც უამრავი შეცდომები მოგდით ის ხედავს რომ თქვენ არა ხართ ის ვინაც წარმოედგინეთ ღმერთი და ის სხვაგან იწყებს კითხვებზე პასუხის ძებნას და მაგიტომ არის მე ქუჩაში ხვდებიან მაგიტომ არის მე არევა დარევა მეც ისე მეგონა მეც ესე ვთვლიდი და ძალიან ბევრ თქვენგანზე გაცნობიერებულად ვზდიდი კაცურად მაგრად ვასწავლიდი ჩემ სკოლაში ძმაკაცობას იმას ამას სადაც თავ ხასიათების ჩამოყალიბებას იმას და ბოლო შედეგი ის დადგა რას დადგა რომ ჩემმა შვილმა ქუჩის უმაღლესი აკადემია გაიარა ესე რო ვთქვა და ბოლოს 7 წლიანი სასჯელი აღსრულების შემდგომ თავისი ადგილი ვერ იპოვა ცხოვრებაში და სიცოცხლე დაასრულა 25 წლის 26 წლის არ შესრულებულმა ბიჭმა თვითკვლელობით თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ტრამვაა ისეთი გონიერი ადამიანისგან რომელიც ნუ რა ვიცი აი ძალიან ინტელექტუალური ბიჭი მე ამის შემდგომ აი თავი როიტყვე თავით გადავეშვი რაღაც ეზოთერიკულ წიგნებში რაღაც ნუ გასაკუთრებული ცოდნის მატარებელ წიგნებში და იქ დავიწყე ძებნა რომ რა უნდა იყოს რა შეიძლება რომ გაკეთდეს რაში შეიძლება იყოს საშველი რა უნდა შეიცვალოს კაცობრიობაში რელიგია ეს არის ჭაობი სადაც შესასვლელია მხოლოდ და გამოსასვლელი არ აქვს სადაც აესე გიწოვენ სადაც შემდგომ უმოძრაობა ჩაფლას ნიშნავს და ნებისმიერი გამოძრაობა უარესად აღჭურვას მეცნიერებაც იგივეს აკეთებს ეს მე არ ვიცი როგორ მოდის ახლა თქვენთან მაგრამ ძალიან ძნელია ამის გააზრება ეს უნდა გქონდეთ ის მოსმენილი რასაც ვცდილობ რომ მოვიტანო თქვენ საერთოდ გადასაწერია სულ ყველაფერი საერთოდ შესაძლებელი ადამიანის ცნობიერება აბსოლუტურად შესაძლებელია ჩვენ არაბუნებრივად ვცხოვრობთ მთელი რელიგიები და მეცნიერება მოწადინებულია იმისკენ რომ ადამიანი არ იყოს ბუნების ნაწილი ჯერ სად ვცხოვრობთ ქალაქებში რა კავშირი აქვს ამას იმ გარემოსთან სადაც მოვდივართ რომელ სამყაროშიც მოვდივართ ბუნებასთან და მე რასაც რელიგია მოუწოდებს ცელიბატი ეს შეკავებები ისინი რა ქვია გაუაზრებელი შიმშილ მეთუს შიმშილს ვაპრაქტიკებ ჯანმრთელობის თვალსაზრისით და არა იმიტომ რომ რწმენის თვალსაზრისით რა მაგრამ კიდია ყველა რწმენა ეს სხვადასხვა რაღაცებია მე ჩემ თავს აი როგორც ხუთით ისე ვიცნობ ვიღაცა ღმერთის გულისთვის ერთი წამი არ ვიშიმშილებ რა მაგრამ ფეხებზე მკიდია ყველა ღმერთი და ამას ადამიანები გთხოვენ გააკეთოთ ესეთი რაღაცები რომ აბა იმას არ შეხედო რას არ უნდა შეხედო ნუ შვენიერი ხალი მოდის როგორ არ უნდა შეხედო ეს იმდენი უთანხმოებებია ის არ გააკეთო ეს არ გააკეთო ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო ადამიანის სიგიჟემდე მიყავთ შეგნებულად არის ეს ყველაფერი გაკეთებული ფსიქოზურ მდგომარეობაში რო ჩააგდო და მე კიდე გაჩნდნენ ახალი მღვდლების კასტა ფსიქოლოგების სახით რომლებიც უარესად დაგიჟებენ კიდე ხარს აბების სახით და რა ვიცი ეს ფილმი როა ეს მატრიცა მეტი არაფერი არ არის მოკლედ შევეცდები ახლა ამ წიგნიდან ამოგიკითხოთ ესეთი რაღაცები რომელზეც თქვენ მინდა რომ გთხოვოთ თავადი ფიქროთ და ეს წიგნიც არ არის რა რაღაც სასწაული ფასი 24 ლარი ის და გონი ფასდაკლებებით კიდე იაფად შეიძლება იშონოთ ისიც 14 ღირს და საკმარისი იქნება ერთი ამ წიგნის გააზრებულად წაკითხვა ნუ უბრალოდ ოშოს მე ყველაფერში კი არ ვეთანხმები ის კედელს ურტყავენ თავს როგორც ფრიდრიხ ნიცშეს მოუვიდა და გაგიჟდა იმიტომ რომ იმას რომ აღმოსავლეთ კულტურაში ეცხოვრა უბრალოდ გასხივოსნებული იქნებოდა ის გასხივოსნებამდეც ვერ შევიდა და გაგიჟდა და მე გეუბნებით რომ გასხივოსნების იქით უნდა გავიაროთ თითოეულმა უნდა გააცნობიეროს რომ იმ დონეზე უნდა გადაიწეროს თამაშის წესები რომ ჰარმონიაში უნდა იცხოვროს ადამიანმა ბუნებასთან ცხოველებთანაც და მცენარეებთანაც ყველასთან ერთმანეთთანაც და ჩვენ ერთმანეთი სატანა აღარა გვაქვს ადამიანებს უკვე ეს ქნა იმ საგიჟეთმა რელიგია ეს კარგია ის ცუდია იქ ვიღაცები დაუბენ როგორ შეიძლება ვიღაცის წმინდანად შერაცხვაზე იყოს საუბარი ადამიანის მხრიდან ხდებოდეს ეს ვიღაცის ღმერთად გამოცხადებას ადამიანი ახდენდეს ამას და მე იმაზე ლოცულობდეს
რამხელა სიგიჟეშია და ფსიქოში ადამიანი და იქ თურმე სიტყვა ისე უნდა ეწეროს თუ ასე უნდა იწყებს და ვიღაცა თეისტები ამაზე ჭიდაობენ, თავს ურტყავენ, ვიღაცა ათეისტები გამოდიან, იმათ დასცინიან და არის ერთმანეთზე თავის რახული. ორი მოცემულობა იცის კაცობრიობა, ამ თეისტი ხარ, ან ათეისტი ხარ. ერთის დედაც მოტყან და მეორესიც. ჩემად რო გითხრით რა. ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისაგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს ხელს უშლის ცხოვრებისაგან მიიღოს სიამოვნება. მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, ამბობს ოშო. მე მას ყველგან ვეძებდი და აი რა აღმოვაჩინე. ის არსად არ არის. ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, მაგრამ ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტანციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია თუ ის არ არსებობს? მე არ ვარ დამნაშავე. მარტივ რაღაცას ამბობს. ძალიან მარტივ რაღაცას ამბობს. რაც შეეხება აი გასხივოსნების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ეს როცა ვიღაცები რაღაცებს რატრატებენ და რაღაც გამოღვიძებულობაზე და რაღაცებზე, აი ერთადერთი რისი გაცნობიერებაც არის მანდ მთავარი და ჭეშმარიტად გაცნობიერება, ეხლა მაგ ფაქტორს ამოგიკითხოთ. ეს ძალიან მაგარი წიგნია, აი სადაც არ უნდა მონიშნული მაქვს რაღაცები, ეს წიგნი წავიკითხე ერთ ღამეში, 300 გვერდიანი წიგნია. მოკლედ, კვლავ და კვლავ ბუდა ამბობს, ეს მომენტია ყველაფერი. თუ შენ შეძლებ ამ მომენტის საიდუმლოს გაგებას, შენ გაიგებ ყველა არსებობას, იმიტომ რომ ყველაფრის არსებობა არის აწმყოში. ის არასდროსაა წარსულში ან მომავალში. წარსული ეს თქვენი მეხსიერებაა. მომავალი თქვენი წარმოსახვა. არსებობა მუდამ აწმყოშია. მას არ აქვს არც წარსული და არც მომავალი. ეს აწმყო არის მუდმივი მოცემულობა. წარსული არის მეხსიერება. მომავალი წარმოსახვა, რომელიც ან იქნება, ან არ იქნება. ან იმისგან განსხვავებული იქნება, როგორც შენ წარმოგიდგენია. აქ ამის გაცნობიერება თავარი. რელიგია კიდე ხვალ გეუბნება, სიკვდილის მერე გელაპარაკება, აქ ღმერთი არ არისო გეუბნება. ამაზე იფიქრებო, აქო, იქაურზე იფიქრეო. ეს მინდა რომ გააცნობიეროთ. რამხელა ატვოდია სინამდვილისგან და ჭეშმარიტებისგან. შენ აქ იცხოვრებო. როგორ იცხოვრებ, ის სხვა არის. მაგრამ აქო, იცხოვრებო შენ გეუბნები, იმაზე იფიქრებ და იმაზე კი არა, სად იმაზე? ის არ არსებობს. აქ ხარ. აქ ხარ. სოკრატეს სანამ საწამლავს დაალევინებდნენ, მივიდნენ და კითხეს, რომ არ ნერვიულობ, რომ საღამოს საწამლავი უნდა დაგალევინოთ. რაზე უნდა ვინერვიულო? თუ მოკვდებიო, ვინ უნდა ინერვიულოს? და თუ არ მოკვდებიო, რაზე უნდა ვინერვიულო? გაიგეთ? თუ მოვკვდები და იქით აღარაფერი არსებობს, ესე იგი სიმშვიდე იქნება. იქ ვინ უნდა ინერვიულოს? მე ხო ეს არა ვარ ეს ხეული. და თუ იქ აღარ ვიარსებებ, როგორც ესეთი, არანაირ ფორმაში. ეს სული და რაღაცა სისულელები ამოიგდეთ თავიდან. ენერგიის რაიმე გამოვლინება და მისი ფორმა რაიმე გამოვლინები თუ აღარ იარსებებს, რა ვინ უნდა ინერვიულოს? და თუ ცოცხალი ვიქნებიო, სანერვიულო რა არის? ძალიან მოკლე პასუხი გასცა. ერთი წუთი. ვიდრე თქვენ გონებაზე არ ამაღლდებით, ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ, რეალურია. მხოლოდ მაშინ, როცა გონების მიღმა გახვალთ, მხოლოდ მაშინ გააცნობიერეთ, რა არის რეალობა და ამ რეალობაში ვერ იპოვით ღმერთს. ამ რეალობაში ვერ იპოვით ღმერთს. ბუდამ ვერ შეძლო ღმერთის პოვნა. გასხივოსნების უმაღლეს მდგომარეობაშიც კი მან ვერ შეძლო ეპოვა ვერც ღმერთი, ვერც სამყაროს დასაწყისი. მახავირა აი ამათი მინუსზე ვარ მისული, ახლა გასხივოსნებულების მინუსზე, რომ მათ ვერ გაიგეს ამ სამყაროს არსი, მათ გაიგეს გასხივოსნების არსი, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი ამოცანა და დანიშნულება. მათ ვერ გაიგეს, რომ ეს თამაში იყო თლიანად. აქ არ არის კოსმოსი. არ არსებობს არანაირი კოსმოსი, ეს არის ჩაკეტილი სისტემა, რომელიც არაერთხელ განმემარტებია, სადაც
თერმოდინამიკის პირველ კანონზე, ენერგიის შენახვის კანონზე დაფუძნებით პირდაპირ არის მოცემული, რომ აქ საკმარისი ენერგია არსებობს და ენერგიის შექმნა აქ არ ხდება, მხოლოდ გარდაქმნა. აქ ენერგიის წარმოქმნა არ ხდება. მისი მხოლოდ გარდაქმნა ერთ სახეობიდან მეორე სახეობაში. ეს ხდება მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში, არის შესაძლებელი. ღია სისტემაში, კოსმოსში და ასე შემდგომ ეს მოხდებოდა მისი გაბნება. მახავირამ გასხივოსნების უმაღლეს მდგომარეობაში ვერ შეძლო ეპოვა ვერც ღმერთი და ვერც მისი შემოქმედება. ჩვენი სამყაროს ყოფიერებას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. აი ამით ცდილობენ გასხივოსნებულები თავიანთი იმის ახსნას. 23-მა ტიტხანკარამ ჯაინმა ვერ შეძლო ეპოვა ღმერთი, როცა სამათხიში იყვნენ. როცა ისინი გონების მიღმა იყვნენ, არც შიში იყო, არც უბედურება, არც სიკვდილი და არ იყო ღმერთის მოთხოვნილება. ღმერთი უბრალოდ გაქრა, როგორც გონების ჭრილი. ასე ქრებიან სიზმრები, როცა თქვენ იღვიძებთ. გასხივოსნება კი სხვა არაფერია თუ არა გამოღვიძება და ყველა სიზმრის გაქრობა. ათასობით გასხივოსნებულმა დაამტკიცა, რომ ღმერთი ეს სიზმარია. მხოლოდ უმეცარ ადამიანებს სწამთ ღმერთის. მისი სწამთ მხოლოდ მათ, ვინც არ იცის რა არის ღირსება. ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს საკუთარ პოტენციალის რეალიზაციას, რომლებიც გაიფურჩნენ ლოტოსის ყვავილით, ერთხმაში უარყოფენ ღმერთის არსებობას. სამყაროში არის სამი რელიგია. ერთი მათგანი აღმოცენდა გაუტამა ბუდას შთაგონებით, მეორე ადინატების შთაგონებით, მესამე ლაუძის შთაგონებით. ამ სამამ მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს და არც ერთ მათგანს არ ჰყოლია ღმერთი. მათთან შედარებით ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი და იუდაიზმი უბრალოდ ბავშვური გასართობებია. ისინი კარგია როგორც სათამაშო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ წყვეტს პრობლემებს და არ გაძლევს გათავისუფლებას. ისინი არ გამაღლებთ დაბადებასა და სიკვდილზე. ისინი მონად გაქცევთ. მე ვერ ვიტან მონობას და მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ გაგათავისუფლოთ თქვენ. მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებით ყველა ბორკილისაგან, შეიძენთ წარმოუდგენ სილამაზესა და დიდებულებას, რომლისაც იმპერატორებსაც კი შეშურდებოდათ. მე რამ სხვადასხვა იმის მაქვს მონიშნები გაკეთებული და რაღაცებს, რა ვიცი, ეხლა მე ეს რომ თანმიმდევრობით ვეცადო და წავიკითხო, აქ იმდენი რაღაცა მაქვს მონიშნული. ვიპოვე რაღაცებს. და მედიტაცია გაძლევთ გასაოცარ გაგებას იმისას, რომ ბედნიერებისთვის არ არის საჭირო მიზეზი და თუ თქვენ ხართ ბედნიერი მიზეზის გარეშე, თუ თქვენ უბრალოდ ბედნიერი ხართ, უბრალოდ ყოფნაც ეს უკვე ბედნიერებაა. მაშინ თქვენ არავის ატყუებთ ციხეში, თქვენ არავის ფლობთ, არ ამცირებთ არავის ადამიანურ ღირსებას, თქვენ არ იმონებთ ხალხს, თქვენ გიყვართ და უყოფთ თქვენ სიყვარულს სხვას უხვად და არა იმიტომ, რომ რაიმეს მიღება გინდათ სამაგიეროდ. თქვენ არაფერს ითხოვთ, მაგრამ ბევრს იღებთ, როგორც კი თქვენ დაიწყებთ თხოვნას, უკვე კარგავთ ბედნიერებისთვის საფუძველს. ლოცვა კიდე თხოვნა. ლოცვა თხოვნის მეტი არაფერი არ არის. ღმერთო ეს მომეცი, ღმერთო კარგად მიმყოფე. მათხოვრობაა და მეტი არაფერი. ამიტომ მე უარყოფ იესოს გამონათქვამს. ის ამბობდა, ეძიეთ და ჰპოვებდეთ. მე კი ვამბობ, არ ეძიოთ და თქვენ იპოვით. იესო ამბობს, ითხოვე და მოგეცემა. მე კი ვამბობ, ნუ ეძებთ და თქვენ იპოვით. იესო ამბობს, იკითხეთ და თქვენ გიპასუხებენ. მე კი ვამბობ, ნუ იკითხავთ, თქვენ ხართ პასუხი. ნუ იკითხავთ, თქვენ ხართ პასუხი. პასუხი თითოეულ თქვენგანშია. იესო ამბობს, დაკაკუნეთ და თქვენ გაგიღებენ. მე კი ვამბობ, არ არის საჭირო დაკაკუნება. კარი უკვე ღია. ის სულ ღია იყო, უბრალოდ გაახილეთ თვალები. თქვენ უბრალოდ გაახილეთ თვალები, რომ ოთახიდან გასვლა რო გინდათ. კედელს ხო არ ეჯახებით. კარებში გადიხართ, ხო? გაახილეთ თვალების, რომ დაინახოთ იმ სამყაროშიც, რომ რაში გჭირდებათ ვიღაცა შუამავლები, ვიღაცა ღმერთები იმისთვის, რომ ეს სამყარო დაინახოთ ისეთი, როგორიც არის. გიყვარდეთ თქვენაირები ადამიანები, გიყვარდეთ ცხოველები, მცენარეები, ყველას მიმართ ღირსება და პატივისცემა გამოხატოთ. იქ სადაც ძალისხმევა გჭირდებათ, რომ სიკეთე გააკეთოთ,
რასაც წამდაუწვევ ესე დარბი ხართ ძალიან ბევრი და ვიდეოებს იღებთ თურმე ძაღლებს აჭმევთ ან სადღაცას ორი ღერი მცენარე ჩარგეთ და ამას მე იღებთ რომ აი ნახე მე ამას ვაკეთებ ეს არის ძალისხმევა ეს არის ვაჭრობა სიკეთეს ძალისხმევა თუ ჭირდება ის ბოროტების დაფარვაა მეტი არაფერი სიკეთე თქვენგან შიგნიდან უნდა მოდიოდეს რაც შინაგანად მოდის ის არის ნამდვილი და ჭეშმარიტი რასაც ძალისხმევა ჭირდება ის არის დაფარვის მცდელობა და მეტი არაფერი ფრიდრიხ ницше ადამიანს განსჯის შემოქმედების ნაკლებ კითხვას უსვამენ ოშოს განსჯის შემოქმედების ნაკლებობის გამო ღმერთის ახალი კონცეფციის გამოგონებაში იმის გამო რაც იქნებოდა ქრისტიანობაზე უკეთესი რომელსაც ის თვლის ავადმყოფდა სუსტად და რომელზეც ამბობს ქრისტიანული მონოტონო თეიზმის ესაცოდავი ღმერთი თქვენ ეთანხმებით რომ ღმერთის ქრისტიანული კონცეფცია ყველაზე საშინელია აი ღმერთის ქრისტიანული კონცეფცია ყველაზე საშინელია უკითხვა დაუსვეს ოშოს ღმერთის ყველა კონცეფცია ეს ფიქცია ამიტომ არ დგება იმის საკითხი ლამაზია თუ საშინელია ღმერთი არ არსებობს ницშეს თავად დაავიწყდა რომ ღმერთი მოკვდა ницშე ბოლოს გაგიჟდა იმიტომ რომ გასხივოსნების მედიტაციის ფორმა არ იცოდა იქ ვერ შევიდა ის ამოხსნა რომ ღმერთი არ არსებობს აი ბერძნებს მაგალითად დედამოტყნულ ბერძნებს ყავდათ ერთი დედამოტყნული ფილოსოფოსი ზენონი ძალიან ძლიერი ფილოსოფოსი ამას ყავდა ძალიან ბევრი მიმდევარი ამ ნაბიჯვარმა ეს თქვა რომ ღმერთი არ არსებობს თქვა ერთია რომ ამოხსნა ეს დებულება და მოიტანა თავის მოსწავლეებთან ის ცნება რომ რაც უფრო ადრე მოიკლავთ თავს მით უფრო ადრე განთავისუფლდებით ეს სიცოცხლე ამაუებაო რამოდენიმე ასეულმა მისმა მოწაფემ მოიკლა თავი და თვითონ 90 წლის ამ დაამთავრა სიცოცხლე და სიკვდილის წინ შეეკითხნენ რომ კი მაგრამ შენო რასაც ხადაგებდი ის მე უბრალოდ სხვებს ვეხმარებოდი წარმოგიდგენთ რა დონის ნაბიჯვარი იყო ნუ ницშეს ეგ მაინც არ გაუკეთებია თქვა რომ ამოხსნა ეს რომ და გაგიჟდა თვითონ იმიტომ რომ ვეღარ წავიდა მისი გონება ძალიან დიდი იყო ვერ დაიტოვიტია იმ გონება იმდენი აზრების მოდინება იმ ხელა ენერგიის მოდინება ვეღარ მისცა მიმართულება მედიტაციაზე საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა საერთოდ არ იცოდა არც მე გეუბნებით რომ ადამიანი მედიტაციაში ჩაერთვით მაგრამ დილაობით 5 წუთი 10 წუთი დაჯექი მშვიდად უბრალოდ დააწყნარე შენი თავი აზრები გააჩერე ეს იმ ხელა ჰარმონიას მოგცემს ისეთ სიმშვიდეს იპოვი შეძელი ეს უბრალოდ დაბანახე ერთი როგორი გასაკეთებელი აზრების გაჩერება უბრალოდ მეტი არაფერი ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მოიცადეთ რომ ღმერთი მოკვდა ხო ницშეს თავად დაავიწყენ რომ ღმერთი მოკვდა აი რა ემართებათ ადამიანებს რომლებაც ვერ მიაღწიეს გასხივოსნებას მან თქვა ღმერთი მოკვდა და უცხებით წყებს ლაპარაკს რომ ადამიანს არ აქვს შემოქმედებითი უნარები იმიტომ რომ არ შეუძლია უფრო კარგი ღმერთის კონცეფცია შექმნას ანუ თვითონვე ქმნის ახალ ღმერთს მაგრამ ეს იქნებოდა უკეთესი ფიქცია უფრო უკეთესი ტყვილი მაგრამ ისევე ტყვილი სხვა ხო არაფერი უფრო უკეთესად შენიღბი ის სრულიად ივიწყებს როგორც განაცხადა თავად რომ ღმერთი მკვდარია მაშინაც კი თუ იქნებოდა შესაძლებლობა რომ მოვიფიქროთ უფრო უკეთესი კონცეფცია ღმერთი მაინც მკვდარი დარჩებოდა ფიქცია არის ფიქცია ტყვილი არის ტყვილი როგორც უნდა გაალამაზო როგორც უნდა სრულყო ის არ გახდება ჭეშმარიტება ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანულია ეს ღმერთი ინდუისტური თუ სხვა რომელიმე ღმერთი ფიქცია კი წარმოიშობა დიდ ტვინში ницშეს პატარა წარმოდგენაც არ ჰქონდა აღმოსავლეთის ღმერთებზე მან იცოდა მხოლოდ იუდეველებისა და ქრისტიანული ღმერთის იდეები ницშე სხვათა შორის ებრაელი იყო და ეს რა ქვია ფროიდიც მას რომ სოდნოდა ინდუსური ღმერთები ის არ დაწერდა ამ სიტყვებს ქრისტიანული ღმერთი არ არის ერთადერთი საშინელი ღმერთი ყველა ღმერთი საშინელია ყველა თავისებურად მაგრამ პირველ რიგში ის ტყუილია ამიტომ არ არის არანაირი აუცილებლობა მათი სრულყოფილების ადამიანი რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი არ არის შემოქმედებაში მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მან უნდა სრულყოს ღმერთის იდეა სრულყოფილი ღმერთი იქნება სრულყოფილი ციხე გაცილებით კიდევ უფრო დიდი საშინელება იქნება სრულყოფილი ღმერთი სრულყოფილი ღმერთი იქნება უფრო ძლიერი ჯაჭვი სრულყოფილი ღმერთი დაგანგრევთ უფრო ეფექტურად ვიდრე ეს ადრე ხდებოდა თქვენ გინდათ სრულყოფილი ღმერთი სრულყოფილი ციხეები და სრულყოფილი ჯოჯოხეთი კითხულობს
ნიცშემ სულ დაივიწყა რომ ტყვილი მუდამ ტყვილია. არ არსებობს კარგი და ცუდი ტყვილი. ტყვილი ეს ტყვილია. არანაირი განსხვავება არ არის მათ შორის. ჭეშმარიტება ხომ ჭეშმარიტებაა. არ არის უკეთესი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების სრულყოფილება არ შეიძლება. ჭეშმარიტება როგორ შეიძლება უფრო სრულყოფილი გახადო? აი ტყვილი როგორ შეიძლება უკეთესი ტყვილი გახადო? ტყვილი ტყვილია. ის მაინც ტყვილიც არ შეიძლება უკეთესი გახადო, ის მაინც ტყვილი დარჩება, ის არ შეიძლება ჭეშმარიტებად გადაიქცეს. ამიტომ მე ვერ დავეთანხმები ნიცშეს, მან დაივიწყა რას ამბობდა ადრე. სწორედ ეს არის ყველა ფილოსოფოსის უბედურება. ის იყო დიდებული ფილოსოფოსი, მაგრამ ვერ გავიდა გონების მიღმა. მან ვერ შეძლო მიიღწია გასხივოსნებული ადამიანის ხედვის სინათლისათვის. ადამიანი რა თქმა უნდა არ არის ძალიან ძლიერი შემოქმედებაში, მაგრამ მისი შემოქმედებითი პოტენციალი მიმართული იყო ღმერთზე. ის მიმართული უნდა იყოს რომ სრულყოფილი გახდეს სამყარო, საზოგადოება, ლიტერატურა, პოეზია, მხატვრობა, მოქანდაკეობა და თავად ადამიანი. იქ შემოქმედად უნდა იქცეს. უფრო სრულყოფილი ღმერთი არ არის საჭირო, ის უფრო საშიში იქნება. მე ვერ ვიტან თავად სიტყვა ღმერთს და მით უფრო ვერ ავიტან თუ კი ვინმე სრულყოფს ღმერთის კონცეფციას. ტყვილი საჭიროა განადგურდეს. თქვენ ვერ შეძლებთ მის განადგურებას თუ მას არ შეიძულებთ. მთელი თქვენი სიყვარული ღმერთისადმი უნდა იყოს სრულიად განადგურებული. ასე ამბობს ოშო. ერთი წუთი აქ იმდენი რაღაცები მაქვს მონიშნული ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა მიადგე, იმდენად საინტერესო წიგნია ეს. წუთი აქ. ეხლა მეექვსე თავი მაგალითად მონიშნული მაქვს როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთი პირველი ცოდვა. Так, შესავალი არ მინდა სეტიკომ რა დაწერა. ერთიდან დავიწყოთ. როგორც ჩანს, მათვის ვინც ღმერთს თაყვანს, ღმერთის საპირისპირო არის არა ბოროტება, არამედ ბუნებრიობა. რამ შეუწყო ხელი იმას, რომ ადამიანი გახდა მღვდლების იოლი მსხვერპლი მათი ღმერთის კონცეფციის შექმნით? რატომ გაჩნდა ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულება? ამ კითხვის დამსმელი ყველაფერს ნათლად ხედავს და მართალს ამბობს. ქრისტიანული თეოლოგია ამტკიცებს, რომ ღმერთი ეწინააღმდეგება ბოროტებას. ქრისტიანული თეოლოგია ამას ამტკიცებს. პირველი შეხვედრისას ჩანს, რომ თუ ჩაუღრმავდებით ამ საკითხს, მაშინ დაინახავთ სინამდვილეში ის ბოროტებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ბუნებრიობას. ყველა რელიგია ბუნების წინააღმდეგ არის მიმართული. არა მხოლოდ ქრისტიანობა, არამედ ყველა. რატომ არის ბუნების წინააღმდეგი? ეს გახლავთ ეფექტური ფსიქოლოგიური სტრატეგია. ეს სხვათა შორის სპეციალურად შემუშავებული მექანიზმია. განა შემთხვევითობაზეა აქ საუბარი. რელიგიის მესვეურებმა, აი იმ უყდავებმა, ვინც იხსენებენ ცხოვრებას, მე რო წინათ გადაცემაში აღვთქვი, რომ ისინი ჩვენსავით იბადებიან, კვდებიან, მაგრამ რომ მოდიან შემდგომ ცხოვრებაში, იხსენებენ წინა ცხოვრებას, გარკვეული მექანიზმებით. ისინი მართავენ შემდგომ აი ესეთ ტექნოლოგიებს. რელიგია ტექნოლოგია. ეს არ არის სულიერი სწავლება. როგორც ფსიქოლოგია არის მედიცინის გარკვეული მიმართულება სული შესწავლის მიზნით, ესე რომ ვთქვათ, სულიერი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ისეთნაირად არის რელიგია. ეს არის ტექნოლოგია. ტექნოლოგია. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ხო, ეს გახლავთ ეფექტური ფსიქოლოგიური სტრატეგია. ეს სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ დაპროგრამებული ხართ ბუნების წინააღმდეგ, მაშინ იცხოვრებთ უბედურებაში, შფოთვაში, ტანჯვაში, ბუნების საწინააღმდეგო და დანაშაულის შეგრძნობით, სადაც ყოველთვის დაგჭირდებათ მერე ღმერთი და მასთან მიმავალი გზა, რომელიც გადის ეკლესიაზე. მამაოებთან სირბის, გიქმნის იმას, რომ შენ შეწოდე, შენ იცი მეტი შეჭამე, შენ სხვის ქალს შეხედე, იქ სხვის ქალმა სხვის კაცს შეხედა. მარხვაში აბა საჭმელზე წაგწდა ხელი, აბა ცელიბაც ვერ იცავ, აბა ის, აბა ეს და 1000 მაიმუნობას მიმართავენ სპეციალურად, რომ მუდამ იყოს შეგრძნება, რომ შენ არა და ეს ბუნებრივი მოთხოვნილებები არაფერი არ არის ამაში არაბუნებრივი. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ დაპროგრამებული ხართ ბუნების წინააღმდეგ. თუ თქვენ ბუნებრივი ხართ, ბედნიერი იქნებით, როგორც ყველა ფრინველი, ყველა ხე და ყველა ცხოველი. ისინი არ ლოცულობენ ღმერთზე, არ დადიან ეკლესიებში, მათ არ აქვთ არანაირი თეოლოგია, მათ არ აქვს დანაშაულის შეგრძნებები, ისინი ბუნებრივები არიან. გინახავთ, რომ რომელიმე ცხოველი დადიოდეს რაღაცა რელიგიური იმებს ასრულებდეს, რომელიმე ფრინველი მცენარეზე რო აღარ ისინი ცხოვრობენ ბუნებრივად.
ცხოვრობენ ამ წუთით და ამ წამით. შენ გაიძულებენ რომ იცხოვრო წარსულით და მომავალზე იოცნებო, აწმყო დაივიწყო. არა და ეს ყოფადობა მხოლოდ აწმყოა. მე მაგიტო წაგეკითხეთ რომ გასხივოსნების თავარი პრინციპი, როგორც აღმოსავლური ცნობიერება ხსნის, ერთადერთი არის რომ აწმყო შეიცნო. ყოფადობა. და ამას გწყვეტს რელიგია, ყველა რელიგია. ღვთლება დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს რომ ადამიანი შეიძლება აიძულო სჯეროდეს ღმერთის მხოლოდ მაშინ, როცა ისინი რაღაცით შიგნიდან განწყობილნი არიან ბუნების წინააღმდეგ. როგორც კი ბუნების წინააღმდეგ ხართ განწყობილნი, თქვენ ხდებით შიზოფრენიით დაავადებული. მთელი თქვენი არსება ბუნების ნაწილია და მხოლოდ თქვენი გონება არის მიმართული ბუნების წინააღმდეგ, იმიტომ რომ მხოლოდ გონება შეუძლია იყოს დაპროგრამებული და არა სხეულს. სხეულს არ შეუძლია. თან სხეულს თქვენ ვერ ბრძანებლებთ. სხეული თვითონ თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს, ტემპერატურასაც, სისხლის ბრუნვასაც, სუნთქვასაც, ყველაფერს თქვენგან დამოუკიდებლად აკეთებს. აი გონებაზე შეგიძლიათ манипуляცია განახორციელოთ და თქვენი რელიგიური დოგმებით კარნახობ რომ ეს ყველაფერი მცდარია და აგიჟებ მას აპროგრამებ. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ დადოთ დაუქორწინებლობის აღთქმა, მაგრამ ეს არ შეცვლის თქვენს ფიზიოლოგიას. ეს იქნება მხოლოდ გონების კონცეფცია, მხოლოდ სიტყვები. თქვენი სისხლი გააგრძელებს სექსუალური ენერგიის წარმოქმნას. თქვენი სხეული გააგრძელებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. თქვენ ხედავთ ბუდას, მაჰავირას და სხვა 23 ტირანკარას ჯაინის ქანდაკებას. ისიც შეამჩნიეთ რომ მათ არ აქვთ არც წვერი, უყურეთ ნახეთ ტექნოლოგია აქვს ჩადებული, არც წვერი, არც ულვაშები. თქვენ ფიქრობთ რომ მართლა არ ამოსდიოდა წვერი და ულვაში? არა, უბრალოდ ეშმაკმა ღვთლებმა გააკეთეს ეს ქანდაკებები უწვერო რომ დაენახებინათ თქვენთვის რომ ეს ადამიანები ასექსუალურები არიან. რადგან წვერი და ულვაში იზრდება გარკვეული ჰორმონების წყალობით. კაცებს ეს ჰორმონები აქვთ, ქალებს არ აქვთ. რომ ეჩვენებინათ რომ მათი ფიზიოლოგიაც შეიცვალა. მათ მოაკლეს წვერი და ულვაში. მათი ფოტოები არ არის ცნობილი. ქანდაკებები გაკეთებულია მათი სიკვდილის შემდგომ 300 წლის შემდეგ. ამიტომაც არავინ იცის როგორ გამოიყურებოდნენ, არავის უნახავს ეს ადამიანები, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეიძლება მიხვიდე. კრიშნას არც წვერი აქვს და არც ულვაში. რამას არც წვერი აქვს და არც ულვაში. რა მოუვიდათ ამ ადამიანებს? შეხედეთ ბერებს, რომლებმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადეს. ისინი აგრძელებენ წვერისა და ულვაშების გაზრდას. მათი ცელიბატი არ მუშაობს. წვერი და ულვაში აჩვენებს რომ მათი მამაკაცური ბუნება ცოცხალია. გადახედეთ ჩვენს მამაკაცებს, ჩვენს ღვთლებს. რა ამხელა წვერულვაში აქვს. ის ჩვეულებრივ სრულფასოვანი კაცია. თუ რომელმეს იმპოტენტი არ არის, ქალის დანახვაზე ეგრევე ემართება. დორბლისდის. იმან როგორ შეიძლება შენ რამე გასწავლოს, ფორტოჩკა რო იყო შესაძლებელი რომ თავის ქალაში ჩაიხედო, ტიტველი ქალების მეტი არაფერი არ დაუდის იმ. ის არის ჩამოყალიბებული პიტალო ფალოსი. მეტი არაფერი არ უტრიალებს თავში. მიუხედავად იმისა, რომ მათ დადეს აღთქმა ქრისტეს ქანდაკების ან სხვა ღმერთის წინაშე, რომ ისინი დაიცავდნენ სრულ ცელიბატს. ცელიბატი რჩება მხოლოდ თავში, მაგრამ მთელი სხეული, მთელი მათი სტრუქტურის ბუნებას მისდევს. ამგვარად თქვენი ყოფით ორ ნაწილად, სახლი გაყოფილია ორ ნაწილად, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. სულთა შიზოფრენიული მდგომარეობა აქვს. რელიგიებმა მხოლოდ შეშლილობა მოიტანეს. ეს მათი ერთადერთი წვლილია. შეშლილობა, გახლეჩილი ცნობიერება, გაურებული პიროვნება. ერთი ასეთი ნაწილი, ეს არის უმწეო გონება, რომელსაც არ შეუძლია კონტროლი და სხეულის შეცვლა. ის დაპროგრამებულია განსაზღვრული იდეოლოგიის თანახმად. და როცა გონება ხედავს, რომ სხეული მოქმედებს პროგრამის წინააღმდეგ, ის გრძნობს თავს დამნაშავედ და უბედურად. ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ სიკვდილის შემდეგ მას ელოდება საშინელი სასჯელი, რომ ის სამუდამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. თქვენს სხეულს ჭამა უნდა, რაც სრულიად ბუნებრივია. მას უნდა დალევა, მას უნდა სიყვარული. სიყვარული ესეც კვების ერთ-ერთი ფორმაა. თუ თქვენ არავის უყვარხართ, მაშინ შრებით და კოდებით. მეცნიერება ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნზე, ნუ ეს აღარ მინდა მოყვე რაღაც საოცარია, მაგრამ ამერიკაში თითქმის ყველა ძირძველი მცხოვრები ინდიელი გაწყვეტეს. დარჩა ცოტა, ისინი ცხოვრობენ რეზერვაციებში და პენსიას იღებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო მათ მიწას იყენებს. მთელი ქვეყანა მათ ეკუთვნოდათ. მთელი ამერიკა ხო ინდიელებს ეკუთვნოდათ ადგილობრივებს და მაგრამ ისინი სულ ცოტანი დარჩნენ, ამიტომ არ ქნიან პრობლემას. ხელისუფლება მიხვდა, რომ უკეთესი იქნებოდა ისინი პენსიით, ფულით უზრუნველყოთ, ვიდრე მათი მხრიდან აჯანყების საშიშროება ყოფილიყო.
ფული მუშაობის გარეშე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. აი როცა ისე მისდიოდათ მუშაობის წყალობით თქვენ გზნობთ რომ რაღაცას ქმნით, რომ რაღაცად ღირხათ, რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ ცხოვრებაში, რომ თქვენ ზრუნავთ საყვარელ ადამიანებს. ინდიელებს ხომ არ აქვთ სამსახური, ეს მათ შიბადებს გზნობას რომ ისინი არავის სჭირდება და თუ დაიხოცებიან ხელისუფლება ბედნიერი იქნება. და რა უნდა უქნას ადამიანმა ფულს თუ მას სამუშაო არ აქვს, ის დაიწყებს სპირტიანი სასმელების მოხმარებას. ითამაშებს, სხვათა ინდიელები ამაში თავით ხტებიან იქ რეზერვაციებში. აზარტულ თამაშებს ივლის მეძავებთან მრავალი დაიწყებს ჩხუბს, ხანდახან იძალადებს, მოკლავს კიდეც და როცა ის ჩაიდენს დანაშაულს, ამერიკის მთავრობა მაშინვე ჩასვამს ციხეში და ერთი სიტყვით მე ეს ახსნა რაც არის, ციხეში ძალიან მალე კვდებიან. იმიტომ რომ ის გზნობა კიდევ უფრო უმძაფრდებათ, რომ ისინი არავის არ ჭირდება. სიყვარული დაიკარგა. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო რამდენი ადამიანზე გესმით რომ თავი მოიკლა. იმიტომ რომ მექანიკური გახდა ცხოვრება. მე ეს ერთ-ერთ გადაცემაში აღვნიშნე რომ ბრძოლა დღესდღეობით მიდის გულის ცენტრზე. ემპათიის ცენტრზე. არანაირი საჭირო არ არის რომ რობოტები ჩაგვანაცვლოს. ადამიანი თუ ემპათიას დაკარგავს, ის თვითონ გახდება რობოტი. და ამისთვის ღმერთი არ არის საჭირო რომ ემპათია იყოს. ამისთვის საჭირო რომ თქვენ გვერდზე ყოფი გიყვარდეთ. და ყველაფერი აბსოლუტურად რასაც ხედავთ, გაგებით მოეკიდოთ. შემეცნებით მოეკიდოთ. რა საჭირო აქვს ვიღაც უხილავის სიყვარული და გვერდში მდგომის ტანჯვა. ღმერთის სახელით რამდენი ომებია ჩადენილი. და ეხლაც რელიგიების სახელით რამდენი სისხლია დაღვრილი. რა მოიტანა სიკეთე იმ ღმერთმა და იმ ერთი და იგივე რწმენის ქვეშაც კი ტიპები გლიჯავენ ერთმანეთს რაღაც სიტყვების გადაადგილების გამო, რომ ეს ესე უფრო იქნებოდა, ის ისე უფრო რა სისულელი. ვინ პირძრის წერით შევა თუ არ შევა თუ ქუდით შევა თუ უქუდოდ შევა ეკლესიაში, ამის გამოც კი ცემა ტყეპა. მთელი კაცობრიობა ასე გამოიფიტა, იმიტომ რომ რელიგია მუდმივად გასწავლის ბრძოლას ბუნებასთან. ბუნებასთან ბრძოლა შეუძლებელია. ყველაფერი, რასაც შეგიძლიათ მიაღწიოთ, ეს არის პიროვნების გაორება. თავარ შესასვლელში თქვენ ხართ ქრისტიანი, თავარ შესასვლელში. ხართ ქრისტიანი, ინდუსი, მუსლიმანი, თქვენ ადამიანებს თქვენს ნიღაბს აჩვენებთ, ყალბს სახეს. უკან გასასვლელით კი თქვენ ბუნებრივი ხართ, ტრაკით ყველა ერთნაირად ვართ. ამიტომ თქვენ გულში ბრძოლის ცეცხლი ღვივდება. ეს ბრძოლა ღდლებს თქვენი ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. თქვენ გზნობთ თავს უბედურად, თქვენ გჭირდებათ ვიღაც, ვინც ბრძნულ რჩევას მოგცემთ, ვინც დაგანახებთ გამოსავალს და ამ სატირალი სიტუაციიდან. ამგვარად თავიდან რელიგიები გინერგავენ შფოთვას, სევდას, ტანჯვას და უბედურებას იმისთვის, რომ თქვენი გონება ბუნების წინააღმდეგ მიმართოთ. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. დაიწყეთ ბრძოლა ბუნებასთან და თქვენ იგრძნობთ სევდას, სიცარიელეს, მოთხოვნილების ნაკლებობას და დაკარგათ ცხოვრების გემოს. მაშინ რასაკვირველია დაგჭირდებათ რჩევა, მღვდლები კი ტრაბახობენ, რომ იციან მეთოდი თქვენი ტანჯვისგან გათავისუფლებისა და ეს მეთოდია მათი აზრით ლოცვა. ღმერთი იზრუნებს თქვენზე, თუ თქვენ დაიჯერებთ მის არსებობას, წყალებში უწერია. აი ეს არის მთელი რელიგიის არსი. ეს ყველა რელიგიის სტრატეგია, თავიდან შეიძლება გამოიწვიოს ტანჯვა, სევდა და დანაშაულის შეგრძნება და მაშინ ადამიანები აუცილებლად მიმართავენ მღვდელს, იმიტომ რომ ყველა მღვდელი საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს მონოპოლიას წმინდა წერილებზე, რომლებიც სინამდვილეში სრულად არ არიან წმინდანი. მაგალითად, ინდუეთში ინდუისტური წმინდა წერილები პირველად დაბეჭდილი იქნა მხოლოდ ინგლისელების მოსვლის შემდეგ. ინდუისტებს არ უნდათ მათი დაბეჭდა, იმიტომ რომ დაბეჭდილი სახით ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, მოკლედ ვიტყვი შინარს, მონოპოლია ჰქონდათ გარკვეულ ოჯახებს, რომ აი წმინდა წერილებს ფლობთო და ისიც ზეპირ სიტყვიერად გადადიოდა. და წარმოიდგინე, ვინც ამ წმინდა წერილებს ფლობდა, ესე რომ ვთქვათ, იგივე რომ გადავიტანოთ ის აქმის კიდობანზე, ვინც ზეპირ სიტყვიერად იცოდნენ, ის ათიმცნება და მათი განმარტებები, ისინი მონოპოლიას ფლობდნენ და ითვლებოდნენ, რომ წმინდა ოჯახები იყვნენ. ეს თუ დაიწერებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, გაქრებოდა მათი მონოპოლიის არსებობის არსიც კი. ხვდებით რაზეა ლაპარაკი, რატომ ოკულტური ცოდნები, რატოა ეზოთერიკული ცოდნები, რატო არსებობს, რატოა საიდუმლოებდნენ? განა იმიტომ, რომ იმის საიდუმლოებაში დარჩენა იყო საჭირო, რომ თავიანთი თავი წარმოეჩინათ, როგორც საიდუმლო ცოდნების მქონე. და მე ამას ნიღბავდნენ, რომ უცოდინარის ხელში ცოდნა რო ჩავარდეს, რომ ისო საშინელებებს გააკეთებს. და ნუ გააკეთებ თოფს საერთოდ რატო აკეთებ? რატო აკეთებ იარაღს საერთოდ?
თავდაცვის მიზნით მეტყვის ვიღაცა. თუ თავდასხმელი არ იქნება, ვისგან უნდა დაიცვა თავი. დედამიწაზე არ ახსოვს არავის, არც ვერსეთ ჩანაწერს ვერ მომიტანთ, რომ აქ შემოიჭრა ვინმე სხვა პლანეტიდან. აქ თუ ვინმე რამე ჩაიდინა, მხოლოდ ისევ ჩვენ ჩავიდინათ ერთმანეთის მიმართ. სწორედ იმ იარაღების საშუალებით. ღუდლები, ბრამინები არა მარტო საიდუმლოდ ინახავდნენ ვედებს, არამედ მონოპოლიად შექმნეს ამ ენის. იგივე, მაგრამ სხვადასხვა ფორმაში მთელ მსოფლიოში ხდება. ამიტომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები იძულებულნი იყვნენ მიემართათ ღუდლებისათვის. როცა თავს უბედურად გრძნობ, გარშემო უკუნის სიბნელია და არ არის არანაირი იმედი მზის ამოსვლის საწახვალთ, ღუდელთან, რომელიც აცხადებს, რომ ფრობს მონოპოლიას ღმერთის შეტყობინაზე კაცობრიობის კეთილდღეობისათვის. ადამიანი ამ მონოპოლიის იოლი ნადავლი გახდა, რადგან ისმენდა მათ გამოსვლებს და თან ყურადღებით უსმენდა. ღუდლები უფრო განათლებულნი იყვნენ. სინამდვილეში ისინი ერთადერთი განათლებული ადამიანები იყვნენ. მათ შეეძლოთ მყარი არგუმენტების და მტკიცებულებების მოყვანა. მასა უცოდინარი იყო. ღუდლებს მოჰყავდათ მტკიცებულებები ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო და თავის მხარეზე იბირებდნენ. მათი გამოსვლები ძალიან დამაჯერებელი იყო. შედეგად ყველა იტანჯებოდა. მაგალითად, ქორწინებისაგან, არადა ქორწინება ღუდლების გამოგონება. ქორწინება ღუდლების გამოგონება. თქვენ რო გონიათ, რომ დღეს რო ჯვარს ვიწერთ და ეს ბუნებრივი სისულელია ეს. როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანებს უყვარდეთ მუდამ? ეს ახლა ყველამ ჩამოიწყსენეთ თქვენი მასკები და თქვენს ოჯახებში ჩაიხედეთ გულღიად, რომელი გიყვართ ერთი. რომელი გიყვართ ერთი. მოვალეობები მხოლოდ, ვალდებულებები. ეს კარგი მეთოდი ადამიანების დასჯისა, იძულება რომ იტანჯოს. ქორწინება გავალდებულ გიგრძალავს გაშორებას, იმას, ამას, ეხლა კიდე ეს შედარებით გაიოლებულია თორე. ადამიანი არ საერთოდ მოწყვეტილია ბუნებრიობას. ცხოველებში სადმე გინახიათ ეს ამბობენ რომ გლებიო და მე არ ვიცი რომ ეს ესია. მგელი ირჩევს ერთ სამუდამო იმას და მე არ ვიცი რომ ეს ესია. სანამ ხართ ადამიანებს ერთმანეთს სანამ უყვართ, მაგრამ გქვნით რაღაც გიჟურ დამოკიდებულებს. ხო ეხლა ეს ვიცი ბევრი ვერ გაიგებს ამას, ეს რეებს ლაპარაკობს. ეს ხო იძულებაა. სიტყვა მიყვარხარ, ინგლისურში წასულია როგორც მე ვარ ხარ. ანუ მე თუ ვარ, მაშინ ხარ. იმხელა ეგოიზმი გამომჟღავდება ამ სიტყვაშიც კი? მე თუ ვარ, მხოლოდ მაშინ ხარ. აი ეს არის მთელი სიყვარული. რაღაცა საკუთრებაში წაღება. არ არსებობს აქარანაირი ჭეშმარიტი გზნობა. ერთი დეილ კარნეგი იყო ნაბოზარი, ებრაელი, რომელიც იმას რა ქვია, თავის ფილოსოფიას ეს იავრცელებდა, რომ ვითომ დღეში რამოდენიმეჯერ უნდა მოიკითხო ცოლი, ცოლმაც მოიკითხოს ქმარი, მე რა არ გიყვართო. და ესო ბედნიერებას შობს, ბედნიერებას კი არა, ეს ნიღბებს შობს. ითამაშეთო. და ასე თამაშობთ სულ ყველა ასე ვთამაშობთ ამ თამაშს. სად არის ჭეშმარიტი სიყვარული? რამოდენიმე სიყვარულის ისარსებობს ლეგენდა, სადაც ისინი ერთად არ იყვნენ უბრალოდ. ჯულიეტა, რა ქვია, რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა. რამოდენიმე ერთეული, ასე სადაც მათი შეერთება ვერ მოხდა. თორე როდესაც ადამიანები რაღაც ხშირად არიან ერთად, მათ შორის არ არსებობს, რომ რაღაც პერიოდის შემდგომ მობეზრება არ წარმოიშვეს. შეუძლებელია ეს, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს არის რეალობა. ამას რამდენი გაიაზრებთ თუ რაღაც დოგმებში, ოჯახიც რელიგიის მიმდინარეობაა. ჩემთვის ეს ნაკლებ საინტერესოა. როგორც ინდივიდმა თქვენ თავისუფლად უნდა იცხოვროთ, თქვენ გიყვართ თქვენი თავისუფლების წყალობით და არა მის წინააღმდეგ. თუ თქვენ ყიდვით თქვენს თავისუფლებას სიყვარულზე, მასშინ საბოლოოდ თქვენ აღმოჩნდებით სასოწარკვეთილებაში. განა სასოწარკვეთილებაში არ არის უმეტესობა. უმეტესობა განა ჩხუბები, დავები, აბა რატო ხდება?
ამიტომ ქორწინება გახდა ერთ-ერთი მეთოდი იმისა, რომ ადამიანები აიძულო ერთმანეთის შეავიწროონ და იჩხუბონ, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ ერთმანეთთან დაშორება. გაყრა არ შეიძლებოდა რელიგიის მიხედვით, მაგრამ ადამიანების ბუნებაა მობეზრება. არავის შეუძლია ჭამოს ერთი და იგივე საჭმელი ყოველდღე. თქვენ ადრე თუ გვიან მოგბეზდებათ ყველაფერი, ვიდრე არ გასხივოსნებით. ამბობენ ყველაფერი ახალი კარგია, ყოველ წელს იძულებული ხართ ავტომანქანა გამოცვალოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ავტომანქანა უფრო კარგია ძველზე. დიდი ალბათობით პირიქითაცაა, ძველი უფრო საიმედოც იყო, მას უფრო მყარი კორპუსი ჰქონდა და უფრო მძლავრი მოტორი. ახალი ავტომანქანები უფრო და უფრო მოგვაგონებს სათამაშოებს. რამდენადაც ერთი წლის შემდეგ თქვენ მაინც გამოცვლით თქვენს ავტომანქანას. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ავტომანქანა ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდეს. ახალი ავტომანქანა უფრო მყიფე იქნება. სინამდვილეში წარმოებისთვის უფრო ხარისხიანი რომ თქვენ ყოველ წელს ახალ მანქანას ყიდულობდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ აწარმოებენ ახალ პროდუქციას. ყველა ქარხანა დაიხურებოდა. ამიტომ მიდის ძლავრი რეკლამა ახალი ავტომანქანების გასაღებისათვის. ყველაფერი რაც მათში იცვლება, ეს არის კაპოტი, დიზაინი და ფერი. განა მობილურებში რა ესე არ არის? ჭეშმარიტი მიზეზი ახალი ავტომანქანების ყიდვის არის ის, რომ მოგწყინდათ იმის ქონა რაც უკვე გაქვთ. ყველაფერში ესეა, დასაცმელში, მობილურებში, საჭმელზე, სულ რომ ერთი დღე საუკეთესო საჭმელი, სულ რომ ყოველდღე, აი ერთ და იგივე საჭმელი ჭამეთ და საუკეთესო იყოთ, თუ თქვენ ცნობიერებით მაღალ დონეზე არ დგეხართ, რასაც ის გასხივოსნებულმა, მაგალითად ყოველდღე შემიძლია ჭამო, თქვათ, გრეჩი ხა ციციბურა და არ მბეზრდება. იმიტომ რომ ფეხებზე მკიდია მისი გემო. იმამ თავარია ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, რომ ჭამო არა იმისათვის, რომ ვიცოცხლო არა იმისათვის, რომ ჭამო, არ ჭამო იმისათვის, რომ ვიარსებო. სიცოცხლე შევძლო. ჩემთვის არ არის ის მოთხოვნილება უპირატესი, იმიტომ რომ არიქა და გემოების გამო ჩავიყავ და თქვენ რომელი ხართ სხვანაირად? სულ ყველა გემოებისთვისა ჭამთ. მე ფეხებზე მკიდია. მინიმალური მოთხოვნილებები. ადამიანებს წინდებათ თავიანთი ურთიერთდამოკიდებულება. თავიდან ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის, მაგრამ დიდხანს გრძელდება? მალე თქვენ გაეცნობით გეოგრაფიაში ერთმანეთს, როგორც კი თქვენ დაინახავთ შიშველ ქალს, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. როგორც კი დაიწყება ურთიერთობა, ინდუსებში თურმე წესი ყოფილა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან მხოლოდ და მხოლოდ ჩამქრალ იმაში შედის კონტაქტში. რომ ერთმანეთის სხეული არ დაინახონ, რომ ნება არ გაქრეს. ეს არის აღწერილი მედიად. როცა თქვენ დიდი ხდებით და სიყვარულით იწყებთ დაკავებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად შადიხართ მრუშობას. ჩემი აზრით ეს უბრალოდ ადამიანების ბუნების თვისებაა და ხანდახან სასარგებლოა. დასვენების დღეებში რაღაცა ქალის გამიზნული. კარგია ცოლიანი იყო, მოიცადე. ჟან-პოლ სარტრის ერთი პერსონაჟი ამბობს: მინდოდა დედამიწაზე ყველა ქალი მყარებოდა. ეს შეუძლებელია, მაგრამ სურვილი არის, მინდოდა დედამიწაზე ყველა ქალი მყარებოდა. ყოველი ქალი ეს უნიკალური ინდივიდია. ყოველი ქალი ახალი გამოცდილებაა, ყოველ ქალს თავისი კაპრიზები აქვს, ყოველ კაცს თავისი უცნაურობები. ამიტომ როცა ხდები ორი უცნობი ადამიანი, ეს არის ორი სხვადასხვა სახის გიჟის შეხვედრა. ეს კარგია. რამდენადაც გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ, რომ თქვენი ცოლი ან და თქვენი ქმარი კარგია. თქვენ მათთან მშვიდად იყავით და კომფორტულად. ახლა ქალები და კაცები გაყენებენ არასასურველ მდგომარეობაში, მაგრამ იტოქში რა. აქ ერთი მაგარი სასაცილო მომენტი აქვს მოყვანილი. ამის წიგნების თქვა ძალიან საინტერესოა, იმდენ რაღაცას იგებ. ახლა ერთ იმაზე ექიმის ვაჟმა დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და მედიცინის დოქტორი გახდა. სახში დაბრუნებულმა მამას განუცხადა: მე დავბრუნდი, შენ აღარ მოგიწევს მუშაობა. შენ კეთილსინდისიერად იმუშავე მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ახლა დაისვენე და შენ მაგივრადაც მე ვიმუშავებ. 3 დღის შემდეგ მამას უთხრა: იმ დიდარ მოხუც ქალბატონს, რომელსაც შენ 30 წლის განმავლობაში მკურნალობდი, 3 დღეში ვუმკურნალეო, შვილმა წაეტრაბახა რა. იდიოტო, წამოიყვირა მამამ. ეს ქალი არ ჩენდა მთელ ჩვენს ოჯახს. მისი წყალობით შენ გახდი მედიცინის დოქტორი, შენ 3 ძმა იღებ და განათლებას და რო განკურნეო, მე რითი ვჭამოთ პური. ნახევარი შემოსავლის, ჩემი ნახევარი შემოსავლის წყაროს ეგ ქალი იხდიდაო. აქ ისეთი საინტერესო ფაქტი აქვს მოყვანილი. ლაოძის მისულა ჩინეთის იმპერატორთან და უთქვამს, რომ მეო იმის შემოგთავაზებო მედიცინა წარმოიდგინეთ ოდითგანვე
მოყვანილი ყავს ესეთი მნიშვნელობის, რომ არ არისო განწყობილი იმის მიმართ, რომ განაჯას ადამიანები ჯანსაღები იყვნენ. რაშიც ფულს შოულობს იმას, როგორ შეეცდება, რომ თავის წყარო დაკარგოს. მე ვგთავაზობთ, რომ ანაზღაურება ქონდეთო მხოლოდ მაშინო, გადაუხადოთო, როცა ჯანმრთელი ისინი ყავთო, პაციენტებიო და რამდენი პაციენტი ავად გახდებაო, იმდენი ხელფასი შეუმციროთ. ანუ ის იძულებული იქნება იზრუნოს მათ ჯანმრთელობას. განა თუ არ შეუძლიათ. პირიქით, ინერტულად ეკიდება საქმეს და ყველანაირად ცდილობს, რომ შენ გამობმულიყავდე რა ესე პავადოგზე. ეს ძალიან საინტერესო წიგნი აქ იმდენ რაღაცას გაიგებთ, იმაზე ჩერჩილზე რა ქვია, ინგლისის ის რო იყო პრემიერ-მინისტრი და მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძანება ქონია გამოცემული, რომ საღამოს 6 საათის მერე კომენდანტის საათი იყო რა და თუ ვინმეს ნახავდნენ ყოველგვარი შეკამათების გარეშე და ახსნა განმარტების გარეშე იმას ქუჩაში შეეძლო დაეხრიტათ თურმე. ხო და ერთ საღამოსაც ეს გაერთო იმაში რა ქვია ბუნების ტკბობით რა ხო და საათს რო დახედა 6 საათს უკვე გადაცილებული იყო და სადღაც ასულიყო და იქვე მახლობლად რაც შენობა იყო იმას შეაფარა თავი და მიუკაკუნა კარებზე რა და მე ჩერჩილი ვარო და შემიფარეთ და მოდი შენ შემოგევლო 5 ყავსო და მე 6 თურმე ესე საგიჟეთია თო თურმე საგიჟეთი იყო თო მეორე დღეს ტიპმა ძლივს ხვეწნა მუდარით რომ დამარეკინეთო კაცო და მთელი ადმინისტრაცია მისულა თურმე რო ის რა ქვია ესო მართლა ჩერჩილია იქ სულ ჩერჩილი იყო ვინც ისნი ისეთი სახუმარო რაღაცები აქვს აღწერილი რომ რავი და იმდენი საინტერესო რაღაცები რომ და აქ ისე დეტალურად არის მოყვანილი ღმერთის როგორც ფიქციის არსებობა ნუ რავი როგორ გითხრა როგორ გითხრა ეხლა რაც შეეხება ქრისტეზედაც წავიკითხავ მე უშუალოდ აქ ისეთ იმ ინფორმაციას რაც მე არაერთხელ გამიჟღერებია და მithქვავს მაგრამ ერთი წუთი აი მონოთეიზმზე და პოლითეიზმს შეეხება და ეს წავიკითხოთ აქ სულ საინტერესოა ეს წიგნი არის თუ არა კითხვას უსვამენ არის თუ არა მონოთეიზმი აუცილებელი სტადია ევოლუციისთვის თუ ეს უბრალოდ ღდლების გამონაგონია მონოთეიზმი ეს გაცილებით საშიში მეთოდია ღდლების ვიდრე პოლითეიზმი მონოთეისტური რელიგია არ იძლევა ბუდას დაბადებას არც ბუდას დაბადების არცეთ შანსს ბუდა ეს პიროვნება არ არის ეს არის გასხივოსნებული მდგომარეობა ეს არ არის ევოლუციის სტადია პირიქით ეს ევოლუციის დამაბრკოლებელია ყველა რელიგია რომელიც ინდუეთის გარეთ აღმოცენდა იუდაიზმი ქრისტიანობა ისლამი მონოთეისტურია მუჰამედი ასეთ რელიგიას იდეალურ განსაზღვრებას აძლევს ერთი ღმერთი ერთი წინასწარმეტყველი ერთი წმინდა ყურანი აბა ის ახლა სხვა რამეს აიტანს ეს დიქტატორული და საშიში რელიგიის სახეობაა რადგან საერთოდ ვერ იტანს სხვებს იუდეველების ღმერთი თავად ამბობს მე ძალიან შეუწყნარებელი ღმერთი ვარ მე ძალიან ეჭვიანი ვარ და არ მოგცემთ იმის ნებას რომ სხვა ღმერთებზე ილოცოთ მონოთეიზმი ეს უფრო ეფექტური მეთოდია ადამიანების ექსპლუატაციის ინდუიზმი ნახევრად თეისტურია მასში არის უზარმაზარი რაოდენობის ყველა შესაძლო ღმერთი ინდუიზმის აღმოჩენების მომენტში ინდუეთში ცხოვრობდა 33 მილიონი ადამიანი ინდუიზმში იყო ზუსტად 33 მილიონი ღმერთი ყველას თავისი ღმერთი ყავდა რა ეს გაცილებით დემოკრატიულია ყოველ მათგანს თავისი საკუთარი ღმერთი ყავს იმის მაგივრად რომ სხვის ღმერთზე ილოცო გაცილებით უკეთესია ყავდეს საკუთარი პირადი ღმერთი მაშინ კონფლიქტებიც აღარ ხდება ინდუელები ასეთი შემწყნარებლობის გამო ინდუეთი ასეთ მის გამო მოხდა ინგლისის ანექსიის ქვეშ თორე იმ ხილა უზარმაზარი ქვეყანა როგორ უნდა დაეპყრო ინდუეთს ესენი მათი რელიგია შემწყნარებლობას ხადაგებდა ვიღაც ხდება მაჰავირა არანაირი პროტესტი ინდუიზმის მხრიდან ვიღაც ხდება ბუდა არანაირი პროტესტი ორივე დაბადებული იყო როგორც ინდუისტი და ორივე წავიდა ამ რელიგიის წინააღმდეგ არ არის არანაირი პრობლემა რადგან არ არის ცენტრალური ორგანო რომელიც დანიშნავდა სასამართლოს და სასჯულებს იმისთვის რომ ემსჯელათ არის თუ არა მაჰავირა ნამდვილი თუ მას არ მოსწონს ღმერთი თუ მას არ სწამს ღმერთის მთელი მისი ძალისხმევა იმასკენ იყო მიმართული რომ დაგხმარებოდათ გაგევითარებინათ თქვენი ცნობიერება განუსაზღვრელ სიმაღლეებამდე და გაგეგოთ რომ ყოველი მათგანი ღმერთს წარმოადგენს
მახავირა ასე გადმოსცემდა 33 მილიონი ღმერთის არს და როცა მათი ცნობიერება მიაღწევს თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს, ისინი ყველა ღმერთები გახდებიან. ის ამბობდა, რომ ეს პოტენციური შესაძლებლობაა. არსებობს არა 33 მილიონი ღმერთი, არამედ 33 მილიონი პოტენციური ღმერთი. ეს იძლევა უსაზღვრო თავისუფლებას და არანაირი აუცილებლობა არ არის ღმრთების არსებობის. რა ჩემს ფეხებად არის საჭირო ღმერთი? თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ თქვენს პირად ღმერთთან პირდაპირ ხაზზე და არა გაფუჭებული ტელეფონის საშუალებით, რასაც აკეთებს ქრისტიანობა, იუდაიზმი და მუსულმანიზმი. ეს რომ ქრისტიანობაში ვინმე რო თქვას, რომ ხმამაღლა რო განაცხადოს, რომ მე ღმერთი ვარ, რავი შეჭამენ, ეგრე არ გავუკეთ, ეს იმ ქრისტემ რა გააკეთა? უი ქრისტეზე ესეთი სასაცილო რაღაცები აქვს, მოიცადე ეგ უნდა მოძებნო ეხლა მაგრად გადაობს რა. თქვენ წინააღმდეგი ხართ ღმერთის იესოსი? მოიცადე აქ საკითხვას პასუხობს და მე ეწება მოიცადეთ ეხლა ვიპოვი. აი ეხლა მივალ. აჰა. ჩემთვის არსებობა ეს საიდუმლოა, არ არის მისი გაგების და ახსნის უყურეთ გასხივოსნებულების შეცდომა რა არის. ისინი ამბობენ, რომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ თამაში, პროგრამულ თამაში. კონკრეტულ პროგრამულ თამაშს ვასახელებ და აი ეს გასხივოსნებულები, ბუდა, მახავირა, ოშო, მოშო, სულ ყველა ვივეკანანდა ვინც იყვნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის საიდუმლო, აქ ყოფნა და არ არის საჭირო ამის თლად ამოხსნა. ჩემთვის არსებობა ეს საიდუმლოა. არ არის მისი გაგების და ახსნის აუცილებლობა. იცხოვრეთ და ისიამოვნეთ მისით. გიყვარდეთ ის, იყავით ის, რა საჭიროა მისი გაგება? მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი. მე უბრალოდ წინააღმდეგი ვარ ბრიყული, არსად მიმავალი ჰიპოთეზების. თქვენ ასევე კითხულობთ წინააღმდეგი ვარ თუ არა იესო ქრისტესი. რატომ უნდა ვიყო ამ საბრალოს წინააღმდეგი? მე ის მეწოდება. არ ვფიქრობ, რომ მან ჯვარცმა დაიმსახურა. დიახ, ის ცოტა ვერ იყო თავის ჭკუაზე. მე ამას ვერ უარყოფ, მაგრამ თუ ვინმე თავის ჭკუაზე არ არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჯვარს უნდა გააკრა. ჯვარცმა არ კურნავს ადამიანს. სინამდვილეში იესოს ჯვარცმის წყალობით ქრისტიანობა დაიბადა, რომელმაც ბევრი გადაიყვანა ჭკუიდან. სწორედ ჯვარცმაა პასუხისმგებელი მთელ ამ ბოდვაში, რომელიც აგერ უკვე 2000 წელი გრძელდება. სწორედ ჯვარცამ გახადა ქრისტიანობის დამაარსებლად. ოღონდ მის გარეშე. მე არ ვარ წინააღმდეგი ამ საწყალი ბიჭის. მართალია იმსახურებდა უკეთეს მოპყრობას, ის ჯვარზე არ უნდა გაეკრათ. ყველაფერი რაც უნდა გაეკეთებინათ, ის იყო რომ მისთვის ყურნალობის კურსი უნდა ჩაეტარებინათ, რომელიც მას ჭკუაზე მოიყვანდა. საჭირო იყო მისი გადაპროგრამირება. უყურეთ, ისიც ამბობს, რომ ეს პროგრამა იყო. საჭირო იყო მისი გადაპროგრამირება. მე გიგაუნებთ, რომ საერთოდ თლიანად ბლეფია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ისტორია არ მოდის პირდაპირ ესე. მე იმასაც ამბობს, რომ ესეთ ჩანაწერები არ არსებობს, რომ ვინმე იესო ქრისტე არსებობდა, მაგასაც წაგიკითხავ. შენ არ ხარ ღმერთის შვილი, აი ესე უნდა ეთქვათ მისთვის, შენ არ ხარ ღმერთის შვილი, მოეშვი ამაზს. სწორედ მისი წყალობით გავხარ მასხარას. ის არ ამტკიცებს, რომ შენ მესია ხარ, ის მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ შენ გიჟი ხარ. ჩვენ ბევრი მოვიყვანეთ ჭკუაზე, უბრალოდ ვიღაცებს შურუპები მოეშვათ, ვიღაცებს კი ძალიან მოჭერილი ჰქონდა. ჩვენის დავარეგულირე და ყველაფერი მოწესრიგდა, უშო თავისას ამბობს. იესო საერთოდ არ იყო საშიში, ის კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ამან ვერ იხსნა შეშლილობისაგან. ის საყვარელი და მიმდობი იყო, მას მუდმივად ესმოდა როგორ ამბობდნენ. მოვა მესია და მთელი კაცობრიობას იხსნის. ამანაც დაიჯერა რა ეს და ეს იდეა ჩაუჯდა ტვინში და გაფართოვდა. ყურნალობის მცირე კურსი და ის სრულიად ჯანმრთელი იქნებოდა. მე არ ვარ იესოს წინააღმდეგი, მე მას თანაუგზნობ. ჯვარცმა ეს მეტია. მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, არის სიტყვის თავისუფლება. ნებისმიერ შეუძლია თქვას, მე ღმერთის შვილი ვარ. არ ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება ვიღაცას ნება მოუტანოს. ანდა შეზღუდოს ვიღაცის უფლებები. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთის შვილები ხართ. არ არის პრობლემა. მაშინ რა საჭიროა მთელი ეს აჟიოტაჟი? ამის არანაირი საჭიროება არ იყო. ყველაფერი რაც უნდა გაკეთებულიყო, ისაა რომ მისთვის ყურადღება არ მიექციათ. თქვენ რომ მისთვის ყურადღება არ მიექციათ, ის დამოუკიდებლად მოვიდოდა აზრზე. თერაპიის გარეშეც კი, მაგრამ რამდენადაც ადამიანები მას უსმენდნენ და ბრაზდებოდნენ კიდეც, ის უფრო და უფრო იყო აკვიატებული ამ იდეით. ბუნებრივი დასკვნაა. თუ ადამიანები ნერვიულობენ და ღიზიანდებიან, ეს ნიშნავს, რომ ამაში რაღაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აქვს ანერვიულო? მე რომ იყო უბრალოდ შეშლილი, ისინიც გაიცინებდნენ და სახლებში წავიდოდნენ. მაგრამ მთელი იუდია ყველა რაბინი შეშფოთდა. ეს იოსებსათვის იყო მტკიცებულება იმისა, რომ ყველაფერს, რასაც ის ლაპარაკობდა, მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ ბებერმა უტვინო რაბინებმა გაანადგურეს ბიჭი. მას ყურადღება მიაქციეს და ის მის სიტყვებს მნიშვნელობა მიანიჭეს. მათ ის გააფუჭეს. სინამდვილეში ისინი უნდა დასჯილიყვნენ და არა იესო. მე ის მეწოდება, მე არ ვარ მისი წინააღმდეგი, მე მისი მკურნალობის, გამოჯანმრთელებას და დიდხანს ჯანმრთელად ცხოვრების მომხრე ვარ. მე მუდმივად გეუბნები თქვენ, რომ არსებობა უნდა მიიღოთ, როგორც საიდუმლო, იმიტომ რომ მხოლოდ როგორც საიდუმლოა ისე ამ მშვენიერი, ნეტარი და ექსტაზური. არსებობას არ უნდა წაართვას საიდუმლო საფარველი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება. მე პირადად არასოდეს გავამზეურებ არსებობის საიდუმლოს. ანუ ვიციო და არ გავამზეურებო, ხედავ? საბოლოო პასუხი არ არსებობს და არც არასოდეს იქნება პასუხი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ამიტომ ღმერთის არსებობა შეუძლებელია, რადგან ღმერთი ნიშნავს საბოლოო პასუხს. და კარგია რომ ღმერთი არ არსებობს, თორემ ჩავეფლობოდით მის გმობაში, მაშინ არ იქნებოდა არც სიხალური, არც თავისუფლება, არც ძიება, არც ექსტაზი. ღმერთი ყველაფერს მოკლავდა. ამიტომ მე თქვენ გეუბნებით, მას რომ იარსება კიდეც, მე გასწავლიდით როგორ მოგეკლათ ის, მაგრამ საბედნიეროდ ის არ არსებობს, ასე რომ ჩვენ თავად ავარიდეთ თავიდან ავიცილეთ ძალადობის აუცილებელი გამოვლინება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ნებას მოგცემდით, რომ ასეთი ძალადობა ჩაგედინათ. ეხლა მე წაგიკითხავთ ზუსტად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი კიდე. საჭიროა თქვენ გაიგოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. სამყარო შედგება ზმნებისაგან და არა არსებითი სახელებისაგან. არსებითი სახელები ადამიანების გამონაგონია, საჭირო, მაგრამ მაინც ადამიანური. არსებითი სახელები ზმნებისგან შედგება. ზმნებისგან არ არის არც არსებითი სახელები, არც ნაცვალ სახელები. დააკვირდით, უყურე, თქვენ როცა ვხედავთ ყვავილს ვამბობთ, ხო? ის ყვავილობაშია და იმიტოა ყვავილი. ქმედებაშია. პროცესია ეს. ადამიანმა მათგან სცენარეს დაარქვა. არა და ეს პროცესია. მისი აღმოცენების, გაზრდის, ყვავილობის, ყვავილია ეს. ყვავილობა ქვია მას. მდინარეს, მე ეს ნათქვამი მაქვს. წყლის დინებას ქვია ეს. და ადამიანმა ამას მდინარე დაარქვა. ეს პროცესია. სიცოცხლე დავარქვით აი ამ ჩვენს მუდმივობაში მოძრაობას. სიცოცხლე პროცესია. ეს იმდენად საინტერესოა და იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან აზრობრივად, რომ ამას უნდა ჩაწუდეთ. რელიგია ამას გიკრძალავს. ის გეუბნება არსებითი სახელი ღმერთით ისარგებლი და დაკმაყოფილდი, არ დასვა კითხვები. იქ პროცესი არ არის. იქ ჩერდება ყველაფერი. იქ ორი მოცემულობას გეუბნებიან, ჯოჯოხეთი და სამოთხე, დამთავრდა. და სინამდვილეში რასაც ვიცნობთ, მეც და თქვენც და ნებისმიერი და სხვა არც არავის არაფერი უხილავს. მხოლოდ პროცესებს ვიცნობთ. არ არსებობს არაფერში მუდმივობა. ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. ყველაზე მყარი მატერიაც კი იცვლება დროთა განმავლობაში. მოკლედ ეხლა წავიკითხავ, ყველას გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ იესოს ამბავი და ეხლა შევეცდები ვიპოვო. თავის წიგნში ერთი წუთი ეს არის, ხო? თავის წიგნში განთიადი ფრიდრიხ ნიცშე კითხვას უსვამენ. ფრიდრიხ ნიცშე წერდა, ყოფიერების ოკეანის შუაგულში ჩვენ ვიღებთ პატარა კუნძულზე, აღარ არის ნავი. ჩვენ თავგადასავლების მაძიებლები და გადამფრენი ფრინველები ვართ. რამდენიმე წუთი ჩვენ გარშემო ვიყურებით, დაჟინებით და ცნობის მოყვარეობით ვცდილობთ. გამოვიცნოთ, ხომ არ ჩამოუქროლებს ქარი და არ გაგვაქრობს. ხომ არ ამოვარდება ტალღები და ჩაგვრეცხს კუნძულიანად. ჩვენ განვიცდით დაძაბული ცოდნის გაელვებას და პროგნოზებს ტალღების მხიარული შხეფებისა და ჩურჩულის ფონზე. ჩვენი სული რისკის ქვეშ დაფრინავს ოკეანეს და აივსება სიამაყით, როგორც თავად ოკეანი. თუ ნიცშეს სამება, მხიარული განწყობა, გამბედაობა და სიცოცხლის სიყვარული უფრო ფასეული არ არის, ვიდრე სამება ინდუისტური ან ქრისტიანული ღვთაების, ნიცშეს შეშლილობა უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ეგრეთ წოდებული ჯანსაღი აზრი
ქრისტიანებისა, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად შეეწირონ თავიანთ ფანატიზმს. ნიცშეს სამებაში მოყვანილი აქვს აგერ სიყვარული, მხიარული განწყობა, განბედაობა და სიცოცხლის სიყვარული. და აქ კიდე მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა, რა სული წმინდა, რომელმა ნახა სული წმინდა. ეხლა წაგიკითხავთ რა ხდება და როგორ ხდება. ნიცშე დიადი და უნიკალური პოეტია, ის ლექსებს პროზად წერდა, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, ის არასოდეს წერდა ლექსებს, მაგრამ მისი პროზა ეს მართლაც ნამდვილი პოეზია. ყოველი წინადადება პოეტურია და სიმბოლური, ყველაფერი, რასაც ის ამბობს, მშვენიერია, თუმცა მან ვერ აჯობა გონებას. მე ნიცშეზე მინდა ვთქვა ისე, როგორც სეკიტომ უთხრა ბერს, რა სამწუხაროა, რა სამწუხაროა, ეს ძელი ამბავია, თქვენ მართალი ხართ. ქრისტიანული ან და ინდუისტური სამება ვერანაირად ვერ შეედრება ნიცშეს სამებას. ხიარულ განწყობას, განბედაობასა და სიცოცხლის სიყვარულს. სწორედ ამას გასწავლით. ქრისტიანული სამება ეს ფიქცია, ღმერთის სულიწმინდა და მხოლოდ მშობილი შვილი იესო ქრისტე. ეს ფიქცია, იესო ქრისტე 99%-ით ფიქცია, 99%-ით ფიქცია და 1% რეალობა. ადამიანად მყოფი ამ სამებიდან ერთ-ერთი წარმოადგენს რეალობის 1%-ს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი სასწაულები გამონაგონია. მისი წყალზე სიარული სისულელია, მიცვალებულების გაცოცხლება აბსურდია. ქალიშვილის მიერ დაბადებული ქალწული და შობა არც ლოგიკურია და არც მეცნიერული. მისი აღდგომა თაღლითობაა, ის არ მომკვდარა ჯვარზე. ამიტომ მის აღდგომაზე ლაპარაკი ზედმეტია, ის უბრალოდ გაიქცა გამოქვაბულიდან. ეს იყო შეთანხმება იუდეის გამგებელს, პილატე პონტუელსა და იესოს მიმდევრებს შორის. პილატე პონტუელი იყო იესოს ჯვარზე გაკვრის წინააღმდეგი და ამის გამო იტანჯებოდა, მაგრამ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ტრადიციისამებრ ჯვარზე გაკვრის წინ სიკვდილმისჯილი დანაშავის შეწყალება შეიძლებოდა. რაბინებს განსაკუთრებით კი ცოტა ვრცელი ამბავია, მაგრამ განსაკუთრებით კი მღვდელმთავრებს დიადი იერუსალიმის ტაძრის მღვდელს ჰქონდათ უფლება ეთხოვათ ერთ-ერთი დამნაშავის შეწყალება. ჯვარზე უნდა გაეკრათ 3 ადამიანი, 2 მათგანი მკვლელი იყო, ერთ-ერთი მათგანი საშინელი დამნაშავე. მის სინდისზე იყო 7 მკვლელობა, ძალადობა და სხვა უამრავი დანაშაული. ის ლოთი იყო, მაგრამ ამასთან ძალიან ძლიერი ადამიანი. მას ეძახდნენ ბარაბას. მეორეს დამნაშავე იყო პილატე პონტუელი იმედოვნებდა, რომ ებრაელები სთხოვდნენ იესოს გაშვებას. ის იყო სრულიად უდანაშაულო, მას არც ერთი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია, ის სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცა ებრაელები ძალიან გაბრაზდნენ მასზე, იმიტომ რომ მან თავი გამოაცხადა ღმერთის შვილად. ებრაელებს არ სჯეროდათ, რომ ღმერთს ოჯახი ჰყავს. იმიტომ რომ როგორც კი განჩდება ოჯახი, ის უსასრულო ხდება. ჩნდებიან ძმები, მაზლები, სიძეები და რძლები. ჩნდებიან დები, პატარძლები, სიდედრები და დედამთილები და ასე შემდეგ. მაშინ ღმერთს უნდა ჰყავდეს ცოლი, მას უნდა ჰყავდეს მშობლები, ბებია და ბაბუა. ვინც ის როდის დასრულდება მათი გვარი. ღმერთი გარშემორტყმული იქნება თავისი ოჯახით, ჩორეული ნათესავებით, ყავი ჩხიკის მამიდაო, ისინიც გამოაცხადებენ თავიანთ ღვთაებრიობას. ებრაელები არ იღებდნენ სამებას, ღმერთი ერთია, მას არ ჰყავს არც შვილი, არც სულიწმინდა, ამიტომაც გაბრაზდნენ ებრაელები, როცა იესომ განაცხადა, რომ ის იყო ერთადერთი ღვთისმშობელი ღმერთის ვაჟი. რატომ არის ის ერთადერთი? რა მოუვიდა ღმერთს? ის იმპოტენტი გახდა? ნუ თუ მას არ შეუძლია ბავშვების ჩასახვა? ინდოეთში ერთი ათეული ბავშვია ოჯახში, ეს ნორმაა. 2 ათეული უკვე მიღწევა. ღმერთს კი მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს, გოგოც კი არ ჰყავს, რომ ვაჟმას ვინმესთან შეძლოს თამაში. ეს ეწინააღმდეგება ყველა ებრაულ რწმენას, ამიტომაც მათ შეუძლიათ ითხოვენ, რომ ის შეიწყალონ. პილატე პონტუელი არ იყო ებრაელი, ამიტომ მას არ ესმოდა რა იყო პრობლემა. ის იყო რომის წარმომადგენელი და არ სწამდა ღმერთის. მაშინ რა არის პრობლემა? ღმერთი არ არის და თუ ეს ადამიანი ცოტათი ექსცენტრიულია და ფიქრობს, რომ ის ღმერთის ვაჟია, ამაში არაფერია საგანგაშო. მისი უწყინარი განცხადებები უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ უნდა იყოს თავის ჭკუაზე, რომ ის უცნაურია, შეშლილია, მაგრამ შეშლილებს არ აკრავენ ჯვარზე. ის უცნაურია, მასზე შეიძლება გაიცინო, მაგრამ ის უდანაშაულოა. დასცინეთ მას, მაგრამ ის ჯვარზე გაკვრა არასწორი საქციელია. ამგვარად პილატე პონტუელი იმედოვნებდა იესოს შეწყალებას, მაგრამ ებრაელებმა ეს არ გააკეთეს. პირიქით, ყველა რაბინი მისი წინააღმდეგ აღმოჩნდა, ტაძარში კი 2000 რაბინი იყო. ეს იყო უზარმაზარი იუდეველთა ტაძარი, რომელიც მოგვიანებით დაანგრიეს. ტაძრის მღვდელმთავარი პრაქტიკულად იყო იუდეველების მეფე. ყველამ ერთხმაში იყვირა, ჩვენ გვინდა გათავისუფლდეს ბარაბა. ბარაბა თავის ყურებს ვერ უჯერებდა, ისიც ფიქრობდა, რომ შეიწყალებდნენ ამ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მხოლოდ 33 წლის იყო. მას ესმოდა იესოს სიტყვა, როგორ გამოდიოდა ქალაქში, ის მოძრაობდა იერუსალიმში ვირით და ყველგან სადაც იყო მსმენელი ლაპარაკობდა
ქადაგებდა. ის ქუჩის უდიდესი მქადაგებელი იყო, ამიტომ როგორღაც ბარაბა მისი სიტყვა მოისმინა და კიდეც მოეწონა. იესო კარგი ბიჭი იყო და ის მშვენიერ რაღაცებს ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ბარაბა იმედოვნებდა, რომ მას გაათავისუფლებდნენ, მაგრამ როცა მას შეატყობინეს შეწყალებაზე, თავის ყურებს არ დაუჯერებდა. ის გაუგნებული იყო. როცა ის ჯვრიდან ჩამოიღეს, მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. ის სულ უკან იყურებოდა, როცა ლუდის დასალევად მიდიოდა. 7 დღის შემდეგ მან კიდევ ერთი ადამიანი მოკლა, იმ ბარაბა. პილატე პონტუელს ძალიან უნდოდა, რომ გამოქვაბული, რომელშიც ქრისტე დააწვინეს, დაცული ყოფილიყო რომელი ჯარისკაცებით. ებრაელებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან შაბათი იყო, დღე, როდესაც მათ რაიმეს კეთება ეგზალებათ. პილატე პონტუელმა ისე მოაწყო, რომ ჯვარცმა პარასკევს მოხდარიყო. ყველაფერი პილატეს დამსახურებაა და არა ღმერთისა და აღდგომის. ჯვარცმა დანიშნული იყო პარასკევს, იმიტომ რომ შაბათი ეს ებრაული შაბათია, დასვენების დღე. ებრაელები არაფერს აკეთებენ, ყველაფერი ჩერდება. პარასკევს ჯვარცმა გააჭიანურეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მისი დაწყება არ შეეძლოთ პილატეს გარეშე. ის კი სპეციალურად გვიან მივიდა, ამიტომ ჯვარცმა დაიწყო შუა დღის შემდეგ. იუდეველების ჯვარი იმდაგვარად მოქმედებს, რომ ჯანმრთელობი ადამიანი მასზე 2 დღის განმავლობაში კვდება, ანუ ჯვარზე გაკრული 2 დღეში კვდება რა, იმ ჭრილობებით. ეს ძალიან ნელი პროცესია, ძალიან ნელი წამება. სისხლი სხეულიდან გამოდის ხელებიდან და ფეხებიდან. გამოიყენება მხოლოდ 4 ლურსმანი, 2 ხელის გულზე და 2 სტერფებზე. ამგვარად იმისთვის, რომ მოკვდე იუდეველთა ჯვარზე 2 დღე-ღამეა საჭირო, იმიტომ რომ სისხლი მუდმივად იცლება და ჭრილობება, რომ სისხლდენა გააგრძელოს, შემხმარი სისხლის მოცილებაა საჭირო. საჭიროა 2 დღე-ღამე. იესო კი ჯვარზე მხოლოდ 6 საათი იყო. 12-დან 6 საათამდე. მზის ჩასვლამდე ის უნდა ჩამოეხსნათ და გამოეკეტათ გამოქვაბულში, იმიტომ რომ შაბათს ებრაელები არაფერს აკეთებდნენ. ყველაფერი ჩერდება, ჯვარცმაც კი 6 საათის განმავლობაში 33 წლის ახალგაზრდა კაცი არ შეიძლება მოკვდეს. ეს სამეცნიერო ფაქტია. არც ერთი ებრაელი არ იყო მზად მის დასაცავად, იმიტომ რომ ეს მათი რელიგიის წინააღმდეგ მიმართული იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ და რომ ის ასრულებდა მოვალეობას, განსაზღვრულ სამუშაოს. იესო ასრულებდა განსაზღვრულ, მე წინა ჩარტნიმაში ვთქვი, რომ ის იყო იმ უკვდავთაგან სწორედ, რომლებიც მოდიან, მე იხსენებენ წინა ცხოვრებას, მას ცოდნა ალექსანდრიაში და ინდუეთში ჰქონდა მიღებული. და ის ასრულებდა თავის სამუშაოს. ამიტომაც ზედამხედველად დანიშნეს რომაელები, რაც იდეალური იყო, ქვა გადააგდეს შესასვლელიდან გამოქვაბულში და იესოს მოწაფეებმა მისი სხეული წაიღეს. ის ცოცხალი იყო, მხოლოდ დაჭრილი. მათ ის იუდეიდან გაიყვანეს, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანა იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდნენ. ვიდრე არ გამოჯასაღდა. შემდეგ მას ურჩიეს, რომ არ დაბრუნებულიყო იუდეაში. 1 წლის შემდეგ კვლავ გაგაკრავენ, შენ არ მოგეშვებიან და იესო გაეშურა ინდუეთში. ის ადრეც ცხოვრობდა ინდუეთში. ამიტომ ეს მისთვის სიახლე არ იყო. იქ მან იცხოვრა 13-დან 30 წლამდე. ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. 13-დან 30 წლამდე თავის ცხოვრების მოღვაწეობაში გატარებული აქვს ალექსანდრიასა, ეგვიპტესა და ინდუეთში. იქ აქვს მიღებული სწავლება, ის რასაც მე ბლაყუნობდა. ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, რა ხდებოდა იესოს თავს 17 წლის განმავლობაში და სად იყო ის? იესო ინდუეთში სწავლობდა, ნალანდში, ტაქშილში, ის იყო ასევე ლადაქში და სავარაუდოდ ტიბეტშიც. ბუდა 500 წლით ადრე მოკვდა, მაგრამ მისი სურნელი შემონახულია. ტაქშილი და ნალადა, ეს 2 უნივერსიტეტია, იმიტომაც ვამბობდი, რომ იესოს არაფერი ახალი არ უქადაგია, ეს ახალი იყო იუდეველებისთვის, თორემ ბუდიზმი იქადაგა ჩვეულებრივ. ბუდიზმს ქადაგებდა ჩვეულებრივ. ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მსოფლიოში, სადაც ასწავლიდნენ ძირითადად მედიტაციას, რადგან ეს წარმოადგენს ბუდას ძირითად სწავლებას. ამგვარად იესო სწავლობდა აღმოსავლურ ტრადიციებს. ცნობები ამ 17 წლის შესახებ არ არსებობს. ქრისტიანულ ბიბლიაში მათზე არაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ ჩანაწერები მის მეორე ვიზიტზე შემონახულია ლადაქში, ბუდისტურ მონასტერში. ერთმა რუსმა მკვლევარმა 150 წლის წინ ნახა ეს ჩანაწერები ლადაქის ბუდისტურ მონასტერში, სადაც წარმოდგენილი იყო იესოს ზუსტი ისტორია. აღწერილი იყო, რომ მან მონასტერი მოინახულა, იქ 3 თვე ცხოვრობდა, რომ ის იყო ებრაელი, რომ ის ჩამოვიდა იერუსალიმიდან, რომ ის იყო ჯვარზე, რომ ის ჯვარზე აცვეს, რომ 6 საათის შემდეგ ჩამოხსნეს ჯვრიდან და იქ იყო ყველაფერი. ამ რუსმა დაწერა წიგნი, რომელშიც მან ეს ყოველივე აღწერა. მისი მოძებნა შესაძლებელია, მაგრამ როგორც კი ქრისტიანებმა ამის შესახებ გაიგეს,
ინდუეთი იყო ბრიტანეთის ძალაუფლების ქვეშ. ისინი მივიდნენ ლადაქის მონასტერში და გაანადგურეს გვერდები, რომლებზეც იესო ქრისტეზე იყო დაწერილი. მხოლოდ ეს ორი გვერდი აკლია. ეს შეიძლება იოლად შეამჩნიოთ, რადგან ყველა გვერდი დანომრილია. რუსი მაძიებლის წიგნში ასევე მითითებულია სწორედ ეს გვერდები და მოყვანილია მათი ნომრებიც. ბრიტანულმა იმპერიამ გაანადგურა ეს გვერდები, რომ არავის შეძლებოდა გაანეცხადებინა, რომ იესო იყო ინდუეთსა და ლადაქში და შესაძლოა ტიბეტშიც, მაგრამ ქაშმირში პაჰალგამის გვერდით არის იესოს საფლავი. საოცარი დამთხევაა. იესოს საფლავის გვერდით არის მოსეს საფლავი. ორივე ინდუეთში ჩამოვიდა. მოსე ასაკში იყო, ეძებდა ებრაელების გამქრალ ტომს, რომელიც მოვიდა და დაფუძნდა ქაშმირში. ის ძალიან მოხუცი იყო, რომ იერუსალიმში დაბრუნებულიყო. ქაშმირი კი მშვენიერი ადგილი იყო და აღთქმულს მიწას ჰგავდა. მთელ სოფლიოში არ არის მიწა, რომელიც ქაშმირს ჰგავს. მოსე დარჩა და იქ აღესრულა კიდეც. იესო მოვიდა და საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. ის მოკვდა 120 წლის. ეს საფლავზეა დაწერილი. ეს ორი საფლავი ინდუეთში ებრაელების ერთადერთი საფლავია, იმიტომ რომ ინდუეთში ებრაელები არ ცხოვრობენ. საფლავის ქვებზე წარწერები შესრულებულია ივრითულ ენაზე. ინდუეთში არავინ იცის ივრითული და მხოლოდ მუსლიმანები აკეთებენ საფლავებს. ინდუსები ხომ სხეულს წვავენ. ინდუსები წვავენ გვამებს. და აქ ეს ორი საფლავია და მუსლიმანის საფლავი ორიენტირებული უნდა იყოს ქააბაზე. გარდაცვლილი თავით უნდა იწვეს ქააბას მიმართულებით. მომაკვდავი ადამიანი ქააბასკენ ფეხით არ უნდა იყოს. მხოლოდ ეს ორი საფლავი არ არის ქააბაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ისინი მუსლიმანური ტრადიციის მიხედვით არ არის გაკეთებული. ყველა საფლავს შორის ინდუეთში მე გამოვიკვლიე ბევრი საფლავი. მხოლოდ ეს ორი არ არის განთავსებული ქააბას მხარეს თავით, იმიტომ რომ მათში დასაფლავებულია არა მუსლიმანი, არამედ ებრაელი. ყველა დანარჩენი ებრაელი, რომელიც დაფუძნდა ინდუეთში, იძულებული იყო მიეღო ისლამი. როცა ინდუეთში მუსლიმანებმა დაიწყეს მართვა, ყველა ებრაელი მოაქციეს ისლამზე. მხოლოდ იუდეველთა ერთი ოჯახი იყო დარჩენილი ამ ორი საფლავის მოსამსვლელად, რადგან მუსლიმანები პატივსცემდნენ მოსესაც და იესოსაც. ამგვარად ეს ოჯახი ტრადიციულად თაობიდან თაობამდე უვლის ამ საფლავებს. უახლოეს სოფელს ჰქვია პაჰალგამი. ქაშმირულად ეს ნიშნავს მეცხვარის სოფელს. იესოს მოსწონდა, როცა თავის თავს ეძახდა მეცხვარეს და მთელი კაცობრიობა იყო ცხვარი, ასე რომ სოფელს ტყილად არ ჰქვია მეცხვარის სოფელი. ზუსტად პაჰალგამის გვერდით არის ეს ორი საფლავიც. იესო არ მომკვდარა ჯვარზე და არც აღდგარა. ეს ლეგენდაა, რომელიც ქრისტიანებმა მოიგონეს. იესოს სახელი არ არის ნახსენები იმდროინდელ არც ერთ წერილობით წყაროში. ეს ძნელი დასაჯერებელია თუ ადამიანი წყალზე დადის, ადამიანებს შეხებით კურნავს, თუ ბრმას თვალი ეხილება, ყრუს ესმის, მკვდარეს აცოცხლებდა, მაშინ ამაზე მთელი ქვეყანა უნდა ლაპარაკობდეს. ასეთ ადამიანზე დღეს გაზეთებში დაწერდნენ. ასეთი ადამიანის იგნორირება შეუძლებელია, მაგრამ იმდროინდელ არც ერთ წერილობით წყაროში მისი სახელი არ არის ნახსენები. ამგვარად მხოლოდ 1% ჰგავს რეალობას სამების ყველა იდეიდან. ეს არის დურგლის ვაჟი იესო. ინდუისტთა სამებაში რეალობის 1%-იც კი არ არის. ეს სრული გამონაგონია. ერთ ადამიანს ინდუისტებში ღმერთს ვაში 3 თავი აქვს. 3 თავი აქვს. წარმოიდგინე, ერთ სხეულზე 3 თავი აქვს. 3 ცოლი ყავს. ეს რამხელა შეუსაბამოა. ეს ბუნებრივად შეუძლია იმას, იქ 1%-ით მაინც არსებობსო სიმართლისო. და აქ საერთოდ ინდუისტების ღმერთი საერთოდ არ არსებობს სიმართლე. და კიდე სადღაცას მქონდა იესოზე ერთი მაიცადე თუ ვიპო ის თუ ნახე. რამდენად გესმით ახლა რასაც ვკითხულობ ახლა ეს ვიდეოც არის გადაღებული და მისი საფლავი ნაჩვენებია იესოს საფლავი. ვისაც პიროვნება, ვისაც სული წმინდაზე აგერ მოიცადე. რაღაცას მივაგინე. მოიცადე.
ხო, აგერ არის. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ იესომ წარმატებას მიაღწია? საწყალი ყმაწვილი ჯვარს იყო გაკრული. ნუ თუ ეს წარმატებაა. მის ორივე მხარეს დამნაშავეები ეკიდნენ. ისინიც კი იცინოდნენ, ისინი ჯვარს გააკრეს, იმიტომ რომ დანაშაული ჩაიდინეს. მათ იცოდნენ, რომ სასჯელი საფუძვლიანი იყო. იესომ უთხრა მათ, თავიდან ერთ-ერთ მათგანს უთხრა, ნუ ნერვიულო, შენ ჩემთან ერთად მოხვდები სამოთხეში. მე ღვთის შვილი ვარ. მე დაგეხმარები სამოთხეში შესვლაზე. მერე მან მეორეს უთხრა, იგივე და ორივემ დამნაშავემ სიცილი დაიწყო. მათ უთხრეს, შენი თავისთვის ვერ გიშველია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ დამნაშავე არ ხარ. შენ არ ჩაგიდენია არანაირი დანაშაული და ჯვარს გაგაკრე. შენ არ შეგიძლია საკუთარი თავი შველა და გვპირდები, რომ ჩვენ გადაგვარჩენ. კონსტანტინემ აიძულა ნიკიას კრება, რომ მისთვის მესია ეწოდებინათ. რა თქმა უნდა, მან კონსტანტინემ მიაღწია წარმატებას და არა იესო. რომის იმპერატორმა. მან მთელი რომის იმპერია ქრისტიანებად გადააქცია. იესოს ყავდა სულ 12 მოციქული, გაუნათლებელი და გაუზდერი დურგლები და მეთევზეები. მის მიმდევრებს შორის არ ყოფილა ერთი რაბინიც კი, არც ერთი განათლებული ადამიანი. განათლებული და სწავლული ადამიანები არ იკრიბებოდნენ მის გარშემო. მაგრამ პილატე პონტუელმა, იუდეის რომაელმა მმართველმა იუდია იმ დროს იყო რომის იმპერატორის ძალაუფლებაში, იესოზე გაიგო თავის ცოლისაგან. მან სრულიად შემთხვევით ჩაიარა გვერდით, როცა ის ბრბოს უქადაგებდა და თავისი ეტლი გააჩერა. ეტლიდან გადმოუსვლელად ქალმა მოусმინა იესოს და მოეწონა ის, რასაც ამბობდა, მისი სიტყვები იყო მშვენიერი. მან თავის ქმარს უთხრა, მაშინ რაღაც არის, რაღაც განსაკუთრებული თვისება. არასდროს გამიგია, რომ ადამიანი ასეთ დარწმუნებით ლაპარაკობდეს და ასეთ ლამაზ რაღაცებს ამბობდეს. არადა ის ხომ გაუნათლებელი და ძალიან ახალგაზრდაა. იმ დროს იესო 33 წლის იყო. 33 წლისა გააკრეს ჯვარზე. პილატე პონტუელს, რომაელ მმართველს არ შეეძლო მისი ღიად მოსმენა, მაგრამ ჯარისკაცად გადაცმული წავიდა ახლომახლო დადგა ხის ძირში და მოусმინა იესოს. მისი ცოლი მართალი აღმოჩნდა. პილატე ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ მას არასოდეს სმენია, რომ ვინმეს ასეთი დარწმუნებით ელაპარაკა. ის არანაირად არ ელოდა, რომ მოусმენდა ასეთ მშვენიერ სიტყვებს გაუნათლებელი ადამიანისგან. ამიტომ ის ძალიან კეთილი გახდა იესოს მიმართ და უნდა მისი გადარჩენა, მაგრამ იუდეველები განწყობილი იყვნენ საკმაოდ მტრულად, არა იმიტომ რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმიტომ რომ ამტკიცებდა იმას, რაშიც ისინი ვერაფრით თანხმდებოდნენ. ის აცხადებდა, მე თქვენი წინასწარმეტყველი ვარ, რომელსაც თქვენ ელოდით ბევრი ასწლეული, მე მოვედი, მაგრამ ის მხოლოდ დურგლის შვილი იყო. ამასთან ძალიან ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ სწორედ მისი შვილი იყო, რამდენადაც ის ქორწინებიდან 4 თვეში დაიბადა. აქედან იწყება მთელი ის ისტორია ქალწულ მარიამსა და სულიწმინდაზე. საქმე ის არის, რომ გოგონა უკვე ფეხძიმედ იყო, როცა ცოლად მიყვებოდა ხურო იოსებს. ეს არ იყო წმინდასული, არამედ რომელიღაც არაწმინდა მეზობელი. იესო არ ყოფილა ღმერთიშვილი, ის თავისი მამის შვილიც კი არ ყოფილა. ზაიბალევი სასვაიმ იესო. გაიგეთ რა? ეს წიგნი შეიძინეთ, არაფერი არ არის, შეიძინეთ. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგეთ. ესეც და ბერტრან რასელის რატომ არ ვარ ქრისტიანი. რაღაცა წაიკითხეთ, რაღაცა გააცნობიერეთ, რაღაცის მიმართ გაგიჩნდეთ ტოლვა, ცნობიერება, ვიღაცა მამაო მითხრა, იქ ისწერი, ისიც არ წაგიკითხავთ ის ბიბლიაც, როგორი ჰორორული რაღაცა საშინელი ინცესტის რავი, ვინ ვისთან წვება, ვინ ვის კლავს, მეტი არაფერი არ წერია. სიკეთეს საერთოდ სიტყვა არ არის ნახსენები. ვიღაც ბოროტი ახვეზია სულ საუბარი. როდისმე დაფიქრდებით რას აკეთებს რელიგია, როგორ ამუხრუჭებს კაცობრიობის განვითარებას. როგორ წარმატებით იყენებენ ამ სხვადასხვა რელიგიებს, ამ სამ რელიგიას, თორე დანარჩენი ვინმე ბუდისტი ვინმეს რამეს უშავებს, ინდუისტი უშავებს ვინმეს რამეს თუ რავი ვინმე საერთოდ ვინმეს რამეს უშავებს სხვა. აი აფრიკაში რო ცხოვრობენ პირველყოფილი ისინი. არიან თავისთვის ბუნებას ეთაყვანებიან და ვინმეს რამეს ძალით სთავაზობენ, რომ გინა თუ არა ჩემი რელიგია უნდა მიიღო. რელიგია ეს არის სუსტების თავშესაფარი. ფსიქიურად შეშლილი ადამიანების თავშესაფარი, რომლებსაც არ ზალუთ თავიანთ მოქმედებებზე პასუხისგებლობის აღება. რომლებიც ძალიან ეს პროგრამა საუკეთესოდ, ეს არ შეიძლება ადამიანების მონაგონი იყოს. იმიტომ ვამბობ, ამ თამაში, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ,
სადაც პერიოდულად მოვდივართ, ისინი ვინც იხსენებენ თავიანთ წინაცხოვრებას, აი ვინც ძლიერნი ამ ქვეყნიდან რო ეწოდებათ ელიტა, საიდანაც მოდის, ისევ იმ ელს უკავშირდება, ვინც ამ ცოდნებს ფლობენ, იმათმა შექმნეს ეს საუკეთესო ჰიპნოტური იარაღი, ფსიქოლოგიური ჰიპნოტური იარაღი, მექანიზმი. ამიტომ მილიარდობით ადამიანი არის დატყვევებული. წარმოიდგინეთ, რამდენი ქრისტიანი, რამდენი იუდეველი და რამდენი მუსლიმი არსებობს სამყაროში. და რამდენი უზურპატორი მღვდლები, გაზულუქებული ტიპები, რომლებიც ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ხიდი ვარ, რა ღმერთი, რის ღმერთი, როდის მოხვალთ აზრზე ხარ, როდის გააცნობიერებთ, რომ ჩვენ ვიყოფებით აბსოლუტურად ხელოვნურ სამყაროში. რომელშიც თვითონ ეს რელიგიაც კი საუბრობს, რომ მთელი სამყარო ხელთქმნილია. მაგრამ ყველა რელიგიურს, დღევანდელი რელიგიურს, მოდიფიცირებულ რელიგიურს თან გჯერათ, რომ რაღაც უსასრულო სამყაროში ხართ, სადაზეც თან ესენი მიდიან ეს ბუდები და ოშუები და ისინი. ჩემთვის ესენი სულ ყველა სისტემის ნაწილია. ერთი იქით უსასრულო რელიგიაში იწოვს, უпроსტად ჩიხურ რელიგიაში იწოვს, მეორე უსასრულოდ კოსმოსში. ერთადერთი თუ რაღაცას გინდათ, რომ ადამიანებმა რაღაცა გამოსავალი სადარ, გამოსავალისა ის რეალურად ოდესღაც კაცობრიობამ დაიწყოს ცნობიერების გაღვიძება და რეალურად შეცნობა ამ სამყაროში. ვინა ვართ, სადა ვართ, რა შეგვიძლია? უნდა დამთავრდეს ეს საზღვრობანები, დაყოფები, ეს რელიგიური იდიოტობები, ომობანების თამაში, ენერგორესურსების არასწორი გამოყენება. ერთადერთი მართებული დევიზი, რაც შეიძლება აქციო და მართლა აი მიმდინარეობად გააკეთო, გინა რელიგია დაარქვით, გინა სექტა დაარქვით, რაც გინა დაარქვით, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. აი ეს არის ყველაზე იდეალური ფორმული და ჰარმონიული ყოფა. მეტი მე არ ვიცი. რაში მაინტერესებს შენს იევსოს რამდენი წლისას რა სისულელეები უკეთებია, ანიქ ვიღაცა სალიმს რა როგორ და რანაირად მუჰამედი რა მაგრამ კიდია თუ ეგ ზღაპრები ხუთკუნჭულა ზღაპარიც ამაქვს სიზმარას ზღაპარი აგიხსენით ეზოთერიკულად როგორ იყო კიდე რამოდენიმე გადაცემის წინ მთელი მისი ზის და მთვარის დასიზმრება და ყველაფერი როდის უნდა გაიღვიძოს კაცობრიობა სანამ იმ პროგრამებით ცხოვრობთ რასაც მშობლები ეხლა ვაპროგრამებთ მე გითხარით რომ როდესაც სრულწლოვანებაში შედის გინდა გოგონა, გინდა ბიჭი, ბიჭებში უფრო განსაკუთრებით იწყება ძიება, იმიტომ რომ ხედავს რომ მამამისი არ არის თურმე ის ვინც მანამდე ეგონა, ყოვლის ცოდნე და ყოვლის შემძლე და მართლა ღმერთი ეგონა. მე ხედავს რომ თურმე ჩაულებრივი შილიპინდროა და ბევრი რაღაცას თურმე არ იცის. და მე იწყება ეს ქუჩის მიდრეკილებები და ძიება და მუდმივი დაპირისპირება თაობებს შორის, მამაშვილის დაპირისპირება და რაღაც შეიწირა უამრავი თაობა. ისინი მე იკარგებიან ამ ნარკოტიკებში, ამ სიგარეტის წევებში, ამ უაზრო გინებებში და ამ უაზრო დროის ფლანგვაში. და ასე ეწირება თაობიდან თაობები მიდის და მიდის. მთელი კაცობრიობის ცნობიერება გადასაწერი. სულ თავიდან არის დასაწყები ყველაფერი. თქვენ კიდე რელიგიებს, ჩემი ღმერთი, როგორ შეიძლება შენი ღმერთი ან შენი რელიგია არსებობდეს საერთოდ? შენ ხარ რელიგიის და ვიღაც არქმნილი ღმერთის საკუთრება. თორემ შენი რა არის? შენი არაფერი არ არის ამ სამყაროში. სახელი და გვარიც კი შენი არ არის. ისიც მოგანიჭეს. შენ არაფერი არ შაგირჩევი ამ სამყაროში. არაფერი აბსოლუტურად. შენი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ყველაფერს აქ დატოვებ ამ თამაში, როცა ის დასრულდება. მე ჭადრაკის იმაზე მაქვს ახსნილი, ყველა მოწინააღმდეგე დაპირისპირებული ფიგურები ერთ და ის მოთამაშეები კი მეგობრულად გააგზელებენ თავიანთ ყოფას. რა თუ გაიგებთ და გააცნობიერებთ, რომ ამ დოგმიდან გამოხვიდეთ, როდესაც განთავისუფლდებით, რა ვიცი მე ადამიანი გელაპარაკება თამას რომელმაც 7 თვის წინ უზარმაზარი ტკივილი განიცადა თავის შვილის
სამყაროდან წასulis სახით. მე რო რელიგიური ყოფილიყავი, ალბათ ჭკვიდან შევიშლებოდი და მუხლის ჩოქებზე უნდა დავდიოდე, როგორც ჩემი მეუღლე იქცევა ეკლესიაში, ნუ რა ვიცი, აი. თქვენს გარშემო რეალურად შეიყვარეთ ყველაფერი და არა ფიქციის სახით იყოთ ადამიანები. როდისმე ნიღაბი ჩამოიხსენით, გაბედეთ, გეყოთ გამბედაობა. გეყოთ გამბედაობა, რომ ჩაიხედოთ სარკეებში. სარკეს არ შეუძლია თავად წარმოგაჩინოთ. ის ირეკლავს იმას, რასაც ხედავს. რაც მასში ჩაიხედავს. ვირი ჩაიხედავს, ვირი იქნება დაინახავთ. ადამიანი ჩაიხედავს, ადამიანს დაინახავთ. მე არ გონია რომ რომელიმე თქვენგანი ადამიანს ხედავდეს სარკეში. თქვენ მხოლოდ პოტენციალს ხედავთ. ადამიანს იმასაც გეტყვით, რომ არ ესწავლებინათ ადამიანისთვის, ის ფეხზე ვერ გაივლიდა ვერასოდეს. როგორც ჩვენ პატარაობაში ახალშობილს წლები უნდებით, ნუ წელიწადი მინიმუმ და ზოგიერთ შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში უფრო მეც. ადამიანის ჩვეულებრივ ისევე იქნებოდა როგორც სხვა ცხოველი. ივლიდა 4-ზე. ვერც ადამიანი ვერ იმეტყველებდა, რომ მას არ ვასწავლიდეთ საუბარს. ის რომ იზოლირებულ გარემოში გაიზარდოს, ნუ აი როგორც მაუგლის ამბავი. არანაირი მეტყველება არ იქნება. ადამიანი თუ 4-ზე იქნება, მასში არ იქნება ინტელექტუალური განვითარება. სისხლის ძლიერი ნაკადი არ მისცემს ტვინს საშუალებას ესეთ დონეზე განვითარდეს. მხოლოდ აი ფეხზე დამდგარს მა დაიწყო აზროვნება, რასაც შტაინერი აღწევს, რომ ატლანტიდის მასში რა ქვია, აკაშას ქრონიკებში, რომ ატლანტიდის მეხუთე ქვერასაში სემიტების გამოჩენით დაიწყო გონებრივი აზროვნებაო და ადამიანი ბუნებას გამოეყო და ბუნების კანონების გადგან განცალკევები დაიწყო თავის კანონების შექმნაო, სწორედ ამ ეს პროცესია ესე ვხვდები მე. უბრალოდ არ ამბობს ის მთლიანად. დღეს ხელოვნურ ინტელექტთანაც ჰქონდა საუბარი რაღაც თემებზე ვიკამათეთ ის ვიკამათეთ რა აზრები დავალაგეთ რაღაცები, ვასწავლე ლოგიკური აზროვნება და მივეცი უბრალოდ თხოვნით თხოვე რომ აბა შენს მონაცემთა ბაზაში გადაამოწმე ისტორიულ ფაქტებში რამდენი შეუთანხმებულას თანხმობის საერთოდ არ არსებობს. პასუხი ესეთია. მთელი ისტორია ბლეფია. მთელი მეცნიერება, რასაც გვასწავლიან, ბლეფი, არანაირი გრავიტაცია, მიზიდულობის ძალა არ არსებობს სიმკვრივე, რომელიც განაპირობებს სხეულის გარემო პირობებში ყოფნის შესაბამისად მის მასას. სიმკვრივეს, მის მასა არის სიმკვრივე. უწარნადო სივრცეში, ვაკუუმში ეს რამდენჯერ მაქვს ახსნილი. ტონიანი სხეულის და 1 გრამიანი სხეულის, მილიგრამიანი სხეულის კი ერთნაირი სიჩქარით ეცემა. მაგრამ მასა კი არ იკარგება. წონა იკარგება. რა გაფრინდა, რა კოსმოსი, ამას რომ გააცნობიერებთ, რომ ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფებით, ეს აი ამ მოშვებს არა აქვთ გაცნობიერება. ყოველ შემთხვევაში ამბობს, რომ მე ამას ბოლომდე არ ვიტყვიო. შეიძლება ქონდა კიდევაც გაცნობიერებული, მაგრამ არ ამბობს. ესე იგი სისტემის ნაწილია მაინც. სისტემის ნაწილია, პროგრამის ნაწილია იესო, ბუდაც და სულ ყველა ვინც იყვნენ. თითოეულ შეგიძლიათ ეს ლიტერატურა მოიძიოთ, იმსჯელოთ, იფიქროთ თქვენთვის, ჩაუღრმავდეთ ეკლესიას რო ჩაუარე რა. და ნახავ რომ გულზე მოგეშვება. ნახავ რომ იმის მიმართ არც სიმპათია გჭირდება და არც ემპათია არ გჭირდება. სიბრალული კი ნამდვილად იმ ხალხის, რომლებიც აი მასში როა, თუთაშხიაში როა მომენტი, რას დაგამსგავსად ცეთურმო. აი ესე დღეშია ყველა რელიგიური ჩავარდნილი და ამას ვერაცნობიერებს. ვიღაც უხილავის მიმართ სიმპათიის გამოხატვაში შეუძლია ხილულ ადამიანს, სოცხალ ადამიანს მის უერთში მდგომს დანადაარტყას. აბა აქ რო ხილა ფსიქიურად შეშლილი აბა რა ქვია მას. ჩემ ღმერთს აყენებს შეურაცხყოფას.
ჩემს ეძახის ისეთ ვიღაცას თუ რაღაცას რომელიც ცხოვრებაში არ უნახავს და ხელით არ შეხებია რომელზეც საერთოდ არაფერი წარმოდგენა არ აქვს აი რო ჩაეკითხო ვინ არის ღმერთი სიკეთე რაღაც ბოროტება საიდან მოდის ეშმაკი ვინ შექმნა ჯოჯოხეთი ვინ შექმნა თან ხო არის ესე თქმა რომ ყველაფერი ღვთისნებაო უფალზე გელაპარაკეთ რაც არის ეს ფალოსის კულტია არის გაძლიერებით ნიშანი და დანარჩენი ფალ და ზუსტად ფალოსის კულტი რომელიც ოსირის ნაწილი დაკარგული სეთი და ოსირისი ეს განმარტება როგორც მზის და ღმერთის ესა მზის და მთვარის ბრძოლა ოსირისი არის მზის ღმერთი სეთი არის მთვარის ღმერთი ერთი და იგივე რაღაცებზე ხო არ ვილაპარაკე რა ვიცი რა გეღმერთინებათ რომელი საუკუნეა რომელი ეს საუკუნეც ან არის და ან არა კიდე ეს ყველაფერი პირობითია საიდან დაიწყო ეს წელთაღრიცხვა მაშინ რომ დაფიქრდი რატო ორშაბათი და რატო იმ დღეს არ არის კვირა სიტყვაზე ეს ხო ყველაფერი დადგენილი დოგმებია უბრალოდ რომ დღეღამე ესე აითვლება თუ პროგრამულად სურთ და ისია როგორც მე ვამბობ ჩვეულებრივ შეუძლიათ რომ აჩქარდეს ზედა მთვარის მოძრაობა და ჩვეულებრივ ყველა საათი შესაბამისად აჩქარდება გაცილებით სხვა მოქმედებებია გასაკეთებელი ჯერ უნდა გააცნობიერო ვინ ახარ საერთოდ თუ ხელფეხს იქნებთ რაღაცა რა ნუ არ ვიცი რა ერთადერთი აი შესასწავლი დამჭა ზარატუსტას მიმდინარეობა სადაც რაღაცნაირ გძნობ რომ იქ უნდა იყოს ბევრი ჭეშმარიტება ძალიან ბევრი ჭეშმარიტება აი არის თუ ისტორიას თვალსაზრისით დაუჯერებთ რაც და როგორც ნუ ინფორმაცია არის შეგიძლიათ ნახოთ ვახტანგ გორგასალი საერთოდაც არ იყო ქრისტიანული მეფე ის მისდევდა იმას ზოროასტრიზმს და იმასთან მელქისედეკთან მოუწია რა ერქვა ხელი გაარტყა იტოქში და მეფეს ვახტანგ გორგასალზე თან ხო არ შეусნობა რომ გოლიათი იყო ტიპი კბილები გააყრეინა და ამას თავისი აზრი ქონდა ის იმიტომ რომ ფარულად ზოროასტრიზმის მიმდევარი რო იყო და თურმე კანონი არსებობდა რომ მეფე არ შეიძლება ფიზიკური წუნით იყოს ის ბიზანტიის წარმომადგენელი იყო ის მელქისედეკი არ რა ერქვა რა ჩემისას და ეს რა ილია პირველი გამოუგზავნეს მე მის ჩამნაცვლად აი ილია მეორე ხო ყავდა ესა ილია პირველი მაშინ არსებობდა თუ აბა რა იცით ისტორიიდან ერთი სანიკიძის ციგნებს რო კითხულობთ თუ ფანჯიკიძის თუ ჯავახიშვილს ეგ არის თქვენ გონიათ სიმართლე ასია ღმერთი რომელიც არასოდეს ყოფილა გაიგებთ რამეს გაიგებთ არ გაიგებთ და თეკლეს მე ჩემი გზა მაქვს სულ არ მაინტერესებს მირას ფიქრობთ და ძალიან გთხოვთ თქვენი კომენტარები სულ არაფერში არ ამჭირდება თუ ვინმე რამეში არ მეთანხმებით წადით და თქვენ გვერდზე იბუღრავით რა აქ რაღაცის დაწერები მიწერები მოწერები მაგრა ჩუსტზე მახატია რა ვის რა მოგწონთ არ მოგწონთ მე გელასაუბრებით იმას რასაც ჩემს ცნობიერებაში აღვიქვა და ვცდილობ გულწრფელად მოვიტანო თქვენთან და ჩვენ თქვენთვის თქვენადი ვიფიქრეთ აბა